მოგესალმებით, გიბრუნდებით ჩემი უსაყვარლესი პოდკასტ ზონიდან და მყავს მორიგი საინტერესო სტუმარი და იმედი მაქვს ძალიან საინტერესო ეპიზოდიც გამოვა. ამ სიტყვას საინტერესო შემთხვევით არ ვიყენებ, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს ადამიანი არის ერთ-ერთი, ვინც YouTube-ი ახალ დონეზე აიყვანა და ქმნის ძალიან ღირებულ კონტენტს და ყავს ძალიან ლოიალური აუდიტორია. როდესაც ვიკვლევდი და ვაანალიზებდი ქართულ YouTube-ს, ვინ იყვნენ აზრის ლიდერები ამ ნიშაში, ასე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი უპირობო ლიდერი იყო ეს ადამიანი, თუ ოფიციალურად წარმოადგენ, მაშინ ეს არის YouTuberi, ძალიან ცნობილი YouTuberi, ქართული YouTube-ის გურუ. ალბათ უკვე მიხვდით ვიზეც არის საუბარი და თუ არაოფიციალურად წარმოადგენ, მაშინ ეს არის ძალიან შექექილი მაფიოზობანას მოთამაშე, IQT ცნობილი პიროვნება, ჰიტა იგივე დათო ალოვიძე. როგორ ხარ? დახვეწილი წარსგენაა. როგორ გძნობ თავს, როგორ გაწყობაზე? ხა ის რამდენი რაღაცა თქვი. ზოგადად შექება არ მოქმედებს შემზე რაღაც საკმარისად დიდი შეფასება მაქვს ისედაც და ამან მე მგონი მოქმედა. ვაუ. მადლობა ესეთ სიტყვებისთვის და წარდგენისთვის. თუ ესე აღვიქმნები ალბათ შენთვის ყოველ შემთხვევაში, რადგან შენ ამბობ და მადლობა ისეთი იყო. აღმართოვანებელი სიტყვები იყო, მე მგონი 19 წამომივიდა. არა, ანუ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ იყო შექება. აბსოლუტურად მართლა გულწრფელად როდესაც ვიკვლევდი YouTube-ს და ვიკვლევდი თემებს, რომლებიც ხალხს აინტერესებდა და ადამიანებს, ვინც აინტერესებდა აუდიტორიას, ერთ-ერთი ყოველთვის იყავი შენ. აი, ყოველთვის შენ, კალატოზი, დიაყოლბაია და კიდევ ხა აღარ მახსოვს ვინ იყო. მართლა. ანდროდგებუაძეც ხო, ანუ ძირითადად ხალხს აინტერესებს, რასაც ვაკვირდები ბოლო დროს, ფსიქოლოგია და YouTuberებში არის რამდენიმე ტოპ YouTuberi. შენ კალატოზი და კაკო. გიგიც, მაგრამ აი ტოპ ბირთვი ყოველთვის ერთი და იგივეა ხოლმე და რაც განსაკუთრებით აღმოფრთოვანებს და მაკვირვებს შენში არის ის, რომ ყველას მიუხედავად იმისა, რომ გასაგებია შენ დამკვიდრებული გაქვს ამ ნიშაში, შენი სახელიც და რეპუტაციაც, მაგრამ სხვებსაც ძალიან აქტიურად მოუწოდებ, რომ YouTube-ი დაიწყონ და ამტკიცებ, რომ მზის გულზე ადგილი ყველასთვის მოიპოვება. და მაინტერესებს ეგ მართლა რამდენად რეალურია, შენი გადმოსახედიდან ხომ არ აფასებ მაგას, იმიტომ რომ შენ უკვე გაქვს გამრილი გზა, დამტკიცებული გაქვს შენი დასამტკიცებელი და შენთვის უკვე ცოტა გამარტივებულია ეს პროცესი. ანუ კითხვა არის ასეთი, ბევრი ახალი YouTuberi დაუშვათ რაზე გავლენას მოახდინა ნეგატიურს თუ უარყოფის სხვა უკვე არსებული YouTuberისთვის? არა, ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ ისედაც გაჯერებული არის YouTube-ი უკვე ჩემი აზრით, საკმაოდ კონკურენცია არის ძალიან მაღალი, მით უმეტეს ძალიან ბევრი მაღალი დონის ასე ვთქვათ YouTuberi არსებობს, რომლებიც ძალიან ხარისხიან პროდუქტს ქმნით და ამ დროს, როდესაც უნდა შემოვიდეს ახალი მოთამაშე ბაზარზე, მოდი ასე დავარქვათ, რომელზეც შესაძლოა არ კონდეს იმდენი, თუნდაც არც აღჭურვილობა, არ კონდეს ამდენი, არც უნარები, мотивация, ცოდნა რაღაცებში. აი როგორ უნდა შევიდეს კონკურენციაში თქვენთან და რამდენად სწორი არის მათთვის იმის მოწოდება, დაიწყეთ YouTube-ი, კარგია. და ყველასთვის მოიძებნება სპონსორი. ნახე, სპონსორი მართლა მოიძებნება, აი არ არის პრობლემა. ესე ვთქვათ, პრობლემა სხვა ბევრ რაღაცაშია. პრობლემა, ყველაზე დიდი პრობლემა არის, როცა ამ სფეროში გინდა შემოხვიდე, შენი გეგმები რამდენად გრძელვადიანია. და თან თუ შენი გეგმები იქნება მოკლევადიანი და მოკლევადაშივე მიაღწევ წარმატებას, ეს უფრო ცუდია. რამდენი შემთხვევაც არ უნდა ავიღოთ, ან ქართული, ან უცხოური, თუ ადამიანმა YouTuber-ობა დაიწყო და რავი, მალე 3 თვეში მაგალითად ძალიან ბევრი ნახვები და ბევრი გამომწერი დააგროვა და მალე გახდა წარმატებული, ეგეთი ადამიანები დაახლოებით 2 წელიწადში უკვე აღარ არიან ამ სფეროში. პირიქით რომელიც არის დაუშვათ. დაიწყო რაღაც ვიდეოების გადაღება 4 ნახვა აქ და აქედან 3 თვითონ არის სხვადასხვა თავის დივაისით და ეს ნელ-ნელა რაც გუნდიდან ნელ-ნელა ზვავი ხდება და ეს გრძელვადაშია გაწელილი, ასეთი ტიპები შემდეგ იმკვიდრებენ მართლა ადგილს და ეგ არის წარმატების ერთადერთი გზა. იმიტომ რომ ამ სფეროში რაღაცებს რომ
ამუღამებ თავიდან დაიწყებ, იმდენი პრობლემა გექნება. ამ პრობლემების მოგვარებას სწავლობ და რაც უფრო პატარა აუდიტორია ყავს პრობლემების ცოტა არის, მაგალითად hate კომენტარები რო ავიღოთ თუნდაც რა. როცა ვიდეოზე გაქვს 100 ნახვა, იქიდან hate კომენტარი შეიძლება იყოს 1 ან 2. რაღაცა ისე საშუალო სტანდარტულ ვიდეოზე რო ავიღოთ. და თუ ვიდეო დადი და ამ იცი რა 1-2 ცუდ კომენტარს რო ვკითხულობ, ამასთან შეგუებას სწავლობ ნენელა. და თუ დადე ვიდეო და პირდაპირ 100,000 ნახვა გაქვს და პირდაპირ პროპორციულად 1000 გამოვიდოდა hate კომენტარი, ანუ 1000 hate კომენტარს რო წაიკითხავ, შეიძლება თავი მოიგლა. და შენ ყავს ისა ჰეითერები მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ არ შემიჩნევია და გამოკითხვასაც ვაკეთებდი პირობითად ჰიტაზე რა აზრის ხართ, შეიძლება ყოფილიყო ვიღაცა ნეიტრალური და ეთქვა რომ აი რა ვიცი ხა ისე ვარ განწყობილი რა არც მომწონს არც არ, მაგრამ ცუდი არავის არ უთქვა შენზე. მე რა თქმა უნდა, ჩემი კვლევის განზოგადება ესე არ იქნება მთლად სწორი ალბათ. რა კვლევა აქვს აიდუმო და იმის მიხედვით საუბრობ რაღაცებს და ვერაფერი ესე რა კვლევა, მაგრამ ალბათ რაღაცა კვლევა კვლევა ცოტა ხმამაღალი სიტყვა ალბათ შეიძლება რისერჩი დავარქვათ, არ ვიცი. ანუ მე ალბათ ეგ ჩემი საამაყო ერთ-ერთი ამბავი მართლა არის, რომ ცუდი კომენტარები ძალიან იშვიათია ჩემს არხზე. ზოგადად იუთუბერებთანაც იშვიათია, მაგრამ მე მგონი ჩემთან კიდევ ცოტათი ნაკლებია. იცი რას ვამბობდი, რომ აი მაგალითად კარგი შესაძლებელია, ახლა რაზე ვსაუბრობდი, მაგის თვალსაჩინოებისთვის TikTok-ის შემთხვევა. აი TikTok-ზე რო შეხვალ, რო სკროლავ, სულ კრეატორები აკომენტირებენ მის hate კომენტარებზე. და ეს არის შეიძლება 70% კონტენტის, იმიტომ რომ ვიღაცა რაღაც დავუშვათ ცეკვის ვიდეო გადაიღო ან რაღაცა გადაიღო ტრენდი და ვიღაცა აგინებს. მე ეს ტიპი ახლა ვერ ხვდება რატო აგინებენ და ამაზე პასუხობს. მე დუელი. და რო პასუხობს ეს კიდევ უფრო მეც იწევს და ესე არ მთავრდება რა. და ეგეთი შემთხვევები YouTube-ზე არ არის, ანუ ვერ იპოვე ახლა ქართველ YouTubers, გლობალურადაც რო აიღო შეიძლება იქაც არ არსებობდეს თითქმის, რომ ესე იჯდეს და სულ hate კომენტარებს პასუხობდეს, იმიტომ რომ ეგ არაფერში არ გარგებს, ანუ hate კომენტარს რო პასუხობ, მხოლოდ მაგას ამრავლებ, მე სპონსორიც არ გეყოლება ეგრე, იმიტომ რომ hate-ია შენ არხზე თავიდან ბოლომდე. hate და სპონსორი ეძებს რას, რომ აი იყოს ტიპი, ყავდეს ლოიალური აუდიტორია და იქ რაღაცნაირად პოზიტიური ჭრილით შევიდეს თვითონაც, ხო? ანუ და იუთუბერები ხარ რო აიღო თუნდაც ქართველები. მეც რავი, მგონი მე 8 წელი არის ამ სფეროში ვარ და ყველა ეგრე არის. აი კაკო ყავდა სტუმარი, კაკომაც პირველად 2018-ში თუ 17-ში შემოდგა ამ სფეროში ფეხი, კალტოზი ვახსენეთ და მაგან სადღაც 2015-16-ში და ვისაც ჩამოთვლი ხა ქართველი იუთუბერებს რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველამ მინიმუმ 6-7 წელი ამ სფეროშია. იგივეა ამერიკაშიც. ნებისმიერ დიდი იუთუბერი ძალიან დიდი სტაჟით არის. თუნდაც მისტერ ბისტს ახსენებენ სულ და ეხა რო 400 მილიონ გამოწერზე ავიდა, ბევრი წელი გაატარა ისე რომ არავინ არ უყურებს. ვისაც ყველაზე სწრაფი ზრდა ქონდა თუ არ ვწდები. ვინ? გიგი. მე მგონი 1 წლის განმავლობაში. გიგი კი ალბათ 2013-დან დაიწყო და უკვე 200 ავიდა. 2013-დან დაიწყო? 2023-დან უფრო სწორად. ხო, რაღაც გიგის სწრაფი ქონდა. გიგი თან გაიზარდა. კი. და ეს ნახე თან რა არის, ვიდეოებს როგორ უნდა გადაიღო, აწყო და ეგეთი რაღაცეები. მაგას ერთადერთი რაზეც სწავლობ, ვერავის ვერ მიბაძავ რა, რომ მიბაძავ სულ საშინელება გამოდის. ერთადერთი რასაც სწავლობ, შენს ვიდეოების ანალიტიკას უნდა დააკვირდე, უკავშირს დააკვირდე და იქიდან რაღაც პატარა მოდიფიკაციები გაუკეთო, უკვე მომდევნო ვიდეოს და ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაიარო. თუ ეს პროცესი არ გაქვს, აუცილებლად როცა შემდეგ რაღაცა გაგივარდება ან რაღაც გამოწერები მოგემატება, შენ საწინააღმდეგო შემოbrunდება, ასე ვთქვათ. და ამაზე რატო დავიწყე ლაპარაკი, აღარც მახსოვს. long game რომ არის. ანუ რაც უფრო გრძელადიანად დაგეგმავ, ეგ არის წარმატების ერთადერთი გზა და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანს შეუძლია ესე მიუძღვის ამ სფეროს, ან არ უნდა მიუძღვის მხოლოდ როგორც შემოსავლის წყარო, მიუხედავად იმისა, რომ დიდი იუთუბერებს შეიძლება
დიდი იუთუბერების დაკვირვებით ეგ მოსაწონი იყოს მაგ კუთხითაც. და ამ შემთხვევაში უნდა შემოვიდეს და თუ ამისთვის მზად იქნება თვითონ სფეროში არ არის საერთოდ კონკურენტული გარემო. ანუ რას გულისხმობ იცი რომ მაგალითად ეხლა კაკო და გიგი და სხვა დიდი იუთუბერები ზოგადად კაკო და გიგი მოგზაურობენ და თვითონ იღებენ ან შეიძლება ერთი კაცი დაყვებოდეს და აქ ვინც არიან დიდი იუთუბერები თელი პროდაქშენები აქვს შეიძლება 8 ოპერატორი უღებს ეს ეხლა ჰანგრივენს მაგალითად ანამი. მე გამონაკლისი ვარ მაგაშიც იმიტომ რომ ისევ ჩემ კომპიუტერთან ვზივარ და ბევრი ტექნიკა და ამი არ მჭირდება მაგრამ კონკურენცია კამერის ხარისხით არ განისაზღვრება არც ეგ ტექნიკით არ განისაზღვრება ღირებულებით ანუ მთავარია როგორი ხედვა გაქვს რა გინდა და როგორ ხედავ შენ თავს საერთოდ ანუ განვითარებას სად ხედავ კიდე ხო და სფეროშიც როგორ არის იცი თვითონ მე რო ვიწყებდი აქ ამ სფეროში რაღაცების კეთებას 500 ინახვა და 700 ინახვა ითვლებოდა როგორ ნახოთ იცი რომ ვინც YouTube-ს უყურებს შენ უკვე ყველამ გდანხა შენ პიონერი იყავი კი და ახლა რომ შეიძლება 100,000 ინახვა ნიშნავს რაღაცა რომ აი რაღაცა დიდმა საზოგადოებამ ნახა მაშინ 1000 ინახვა ნიშნავდა მაგას და რაც უფრო დაიცი რა ის თქმა მინდა რომ მაშინ რომ ადამიანებს YouTube-ზე არ დაეწყოთ ეს მოცემულობა ეხა არ იქნებოდა და იმ YouTuberისთვისაც ცუდი იქნებოდა ვინც არსებობდა რა ანუ ალგორითმების დონეზე რო ვთქვათ სადღაც 95% ნახვებს განსაზღვრავს სხვა YouTuberების არსებობა ანუ რაც უფრო დიდებიანი ან ისინი მით უფრო გაქვს შენს შანსი რომ იარსებოდა ან ნახე როგორ გამოდის იცი რომ ახალი YouTuberობას რო იწყებს სხვა YouTubers კი არ არსებობს ნახვებს თვითონ როგორიც არის და როგორი აუდიტორია შეიძლება მას უყურებდეს ისეთები შემოყავს და ის მერე აძლიერებენ ხო იქედან კიდე ეგ აუდიტორია შემდეგ ერთმანეთში ირევა იმიტომ რომ რო უყურებს ერთ მაგალითად ადამიანი რაღაც კონტენტ შეიძლება მე შემდეგ სხვაზეც გადავიდეს და შენ რო გახდე ის ტიპი ვისთვისაც შემოდიან ამ პლატფორმაზე თვითონ აი მაგალითად ნახე ჩემს ვიდეოს ადამიანები იმიტომ კი არ უყურებენ რომ მოდი ხა YouTube-ს გავხსნი და აბა ხიტავ რამე თუ და უყურებ. ანუ ეგ 1%-ზე ნაკლებია და ყველა YouTuber-თან 1%-ზე ნაკლებია. მაგრამ YouTube-ზე რომ შემოვიდა და იქ რაღაცებს ათვალიერებს, იქ თუ ამოუგდო ჩემი ვიდეო, ვა ხიტას დაუდია და ჩართავს. ანუ და ეგ განაპირობებს იმას, რომ შენ ჭირდება სხვა YouTuber-ები იმისთვის, რომ ხალხი უბრალოდ YouTube-ზე შემოვიდეს. და შენ ვერ გახდები ის ტიპი, ვინც განსაზღვრავს იმას, რომ შენს გამო შემოვიდნენ და მაგის ძალიან ბევრი მაგალითია. მაგალითად, Twitch-ი არის ეგეთი უდიდესი პლატფორმა. როგორც YouTube-ია ვიდეოებში, Twitch-ი არის ეგრე ლაივებში. და თუ იმეს ლაივის გაკეთება უნდა მთელ მსოფლიოში, აუცილებლად Twitch-ი აკეთებს. საქართველოში Twitch-ი ვერ გახდა პოპულარული საერთოდ, იმიტომ რომ ეხლა მე რო Twitch-ზე სტრიმა დავიწყო, ერთადერთი ტრაფიკის წყარო ასე ვთქვათ, ჩემს Twitch-ზე შემოსასვლელად იქნება, რომ ტიპს გაახსენდეს, რომ ჩემი ყურება უნდა და შემოვიდეს Twitch-ზე. რაც ესე ერთ შეხედვით შეიძლება ძალიან მარტივ რაღაცას ვამბობ, ეხლა და არაფერი პრობლემა არ არის, მაგრამ სინამდვილეში იმხელა ბარიერია, რომ მაგის გადალახვა არ ხდება ხოლმე რა. ახლა იმდენ თემას შეეხე, რომლებზეც მინდა რომ გესაუბრო და აქედან ყველა ჩემი აზრით საინტერესო უნდა იყოს, ვისაც ზოგადად YouTube-ი აინტერესებს და YouTube-ის დაწყება. მოდი ნელ-ნელა დავანაწევროთ ეს თემები. მაგალითად ის, რომ თავარი არის ღირებულება და არა ტექნიკა, მაგალითად. და პროდაქშენი. ნახე, არსებობენ ადამიანები, ვინცაც განსაკუთრებით განათლება აქვს ამ ტექნიკის მიმართულებით ან უნივერსიტეტში უსწავლია რაღაცა ხატრულ რაღაცებზე, არ ვიცი, კინოსთან, ტელევიზიასთან დაკავშირებულ რაღაცებზე. ეგეთ ადამიანებს უფრო მეტი დრო ჭირდებათ, რომ აქაურ რაღაცებზე გადმოეწყონ. მაგას ჯობია რომ ეს შედარებისთვის რო ავიღოთ ბავშვი რომელსაც 15-16 წლის ტიპი რომელსაც საერთოდ არის ის არაფერი და პირდაპირ YouTube-ერობა უნდა ის ძალიან მარტივად და სწორად უდგება რა აქ რაც არის საჭირო უფრო მარტივად ამოყრებს და რა არის საჭირო არ არის საჭირო ვიდეო გადაიღო 4K-ში color correction-ი გაუკეთო და
ხმა გქონდეს იდეალური და რაღაც, ანუ საერთოდ არაფერი არ არის საჭირო, ანუ მე რო ხა ვიდეო დავდო 720p-ში და შავ-თეთრი იყო საერთოდ, ანუ იგივე რაოდენობის ნახვა მექნება რა. ანუ ეგ 40000 გამომწერზე საერთოდ ისე ავედი Xiaomi 300 ლარიან მობილურით ვიღებდი. და მე შემდეგ კამერა იმიტომ შევცვალე, რომ აი უბრალოდ ეხლა ოკეი შევცვალოთ თორე. ანუ მაგის გამო არც გამომწერები მომატებია და არც არაფერი და საერთოდ Reddit და Hollywood-ის აპარატურით რო გადამიღო, მაინც არ შეიცვლებოდა ეს არხის ზრდა ანამი. და ეგ დიდი ბარიერია ზოგადად იმ ადამიანებისთვის, ვისაც რამის გაკეთება უნდა, რადგან ფიქრობენ, რომ აი ეხლა დიდი იუთუბერები რომ მთელი პროდაქშენით იღებენ, თვითონ ერთი კამერა მაინც უნდა ქონდეს, მაგრამ არ უნდა ქონდეს, ანუ შეგიძლია ეს ერთი მობილური დაამაგრო, რომელიც ყველას აქვს, არ აქვს მნიშვნელობა რა მოდელია, ყველა იღებს და საკმარისია. მეორე შეიძლება ესე რექსზე ჩართო აუდიო და დაიდო და ესე გადაიყო რაღაცა. მე მიამაგრებ ერთმანეთს და ეგ იქნება. აი მაგაში არ ვიცი გეთახმები თუ არა, ვერ ჩამოვყალიბდი. არავინ არ მეთახმება, თითქმის ვისთანაც მისაუბრია, მაგრამ მე ზუსტად ვიცი რომ ეგრეა. იცი როგორ არის შენ ამბობ რომ მე რო დავდო რაღაც უხარისხო ვიდეო შავ-თეთრი, მაინც ექნება, მაგრამ შენ შემთხვევაში ნამდვილად ექნება, იმიტომ რომ შენ შემთხვევაში შენი აუდიტორია ვარ, რაღაც საინტერესო განსხვავებულია, შენ შემთხვევაში ეს აღიქმება როგორც რაღაც განსხვავებული პროდუქტი, მაგრამ როდესაც ამას გააკეთებს ვიღაცა დამწყები იუთუბერი, დიდი ალბათობით მას 100 კაციდან 99 გვერდს აუვლის. არა აუვლის, იცი როგორ არის პირიქით არის. მოდი აი ხა რევერსულად შევხედოთ რა. ნახე მე როცა ხედავ იუთუბერს რომელიც წევს პირველ ვიდეოს და ამ პირველ ვიდეოში მთელი სტუდია აქვს უკვე, ანუ იმ ტიპს აღარ უყურებ. იცი რატო? ამ შენ თუ იუთუბერობას იწყებ, რატო იწყებ მომზადებული? ანუ რა გინდა საერთოდ იუთუბზე? ანუ ამდენი ფული თუ ჩადე დაუშვათ, ანუ სტუდიის ქირაობას და ეგრე პოდკასტის ჩაწერას არ გულისხმობ, რა გულისხმობ სხვა ტიპის იუთუბს საერთოდ. თუ შენ აპარატურით იწყებ იუთუბერობას, რა გინდა ამ სფეროდან? ამ სფეროში. ანუ რატო დაიწყე ესე მომზადებული და რისი მიღწევა გინდა? ხო? ანუ ერთი ვარიანტია რომ ალბათ რაღაც პროექტად უყურებ, ან ბიზნეს რაღაცად უყურებ. ბიზნეს მოდელი თუ. ხო, ბიზნეს მოდელად თუ უყურებ, მე უკვე აღარ მაინტერესებს. ხო, მაგრამ ეს შენ, მაგრამ ხომ არის გარკვეული ნიშა, ვისთვისაც ეს საინტერესო იქნება. ესე ზოგადად community რო ავიღოთ, უფრო მეტ წილ ადამიანს ისევ ასევა, რასაც მე ახლა ვსაუბრობ. და ეგ არის მთავარი და ნახე ხარისხს რო ეხლა შეიძლება ვიღაცამ ჩემს სიტყვაზე იფიქროს რომ აი მაგალითად food content-ს თუ იღებ ან travel ტიპი ხარ ან რაღაცა ეგეთი კონტენტი გაქვს, მაშინ ხო ხარისხი მნიშვნელოვანია და მაშინ არის მნიშვნელოვანი კი, ანუ გაჩნია რას იღებ და იმის პირდაპირ პროპორციულად უნდა კონდეს აპარატურაც რა. ეხლა მე რასაც ლაპარაკობდი ზეგან ეგ არის ჩემი სტილის კონტენტისთვის. მაგრამ შენ თუ გინდა მაჩვენო რა მაგარი მთებია სვანეთში, ეგ რა თქმა უნდა რაც უფრო კარგი ხარისხით მაჩვენებ მაგას, უფრო მადლობელი ვიქნები მაგისთვის. ან ლაქშერი კონტენტი. ხო, ან თუ რაღაცა კერტს ამზადებ, რაც უფრო ხასხას ამწვანილს და რაღაცას დავინახავი, ეგეც უკეთესი იქნება ხარისხის მიხედვით, მაგრამ ეხლა მე თუ ზივარ ესე და ვლაპარაკობ ჩემს ოთახში, ანუ 4 კაცი მიყურებ თუ რაში მიყურებ, არავის არ აინტერესებს. ხო, ну, აი, არ ვიცი, აი, ბოლომდე ვერც გეთანხმები, ვერც გეწინააღმდეგები, იმიტომ რომ საკუთარ თავთან მაქვს ეგ ბრძოლა. ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდი ჩემს თავთან, რა მგონია სწორი და ალბათ ეს პროცესში კიდევ უფრო გამემყარდება, ამ პირიქით მე შეგეწინააღმდეგები, არ ვიცი. მაგრამ რა მინდა რომ აი, ამ თემასთან დაკავშირებით რომ გავაგრძელოთ და ჩავეძიოთ, რა მინდა რომ გითხრა. მაგალითად, აი, შენ ამბობ რომ ხარისხს ჩავეჭიდე ამ თემას, მაგრამ ხარისხი არ არის გადამწყვეტი. მნიშვნელოვანია შესაძლოა ეგ ფაქტორებში იყოს რაღაც საკვანძო მნიშვნელობის, მაგრამ არც ისე. მაგრამ ნახე, როდესაც არის კონკურენცია კრეატორებს შორის სხვადასხვა ნიშებში. კონკურენცია ზრდის თავისთავად ხარისხს, რაც აუდიტორიისთვის არის ყოველთვის მომგებიანი, როდესაც კონკურენცია არის, ხო, სწორია, ამიტომ რომ მაგრამ ხარისხი არ განისაზღვრება ვიდეოს ხარისხით. ან ღირებულებით, ანუ რის თქმა მინდა, შინაარსობრივ კონტენტით თვითონ, მაგრამ აი გააჩნია, აი რისი თქმა მინდა, იცით, როდესაც
პირობითად აქვს კრეატორს იმის საშუალება, მაგალითად, ესე ვიტყვი, ერთი მხრივ, როდესაც ახლა გადმოდიან ცნობილი მარკეტერები, ცნობილი ტელევიზიონშიკები, ასე ვთქვათ და სხვადასხვა გავლენიანი ფიგურები მოდიან YouTube-ში, იმიტომ რომ ხედავენ აქ უკვე პოტენციალს და უყურებენ ამას როგორც ბიზნეს მოდელს, რაც შენ არ მოგწონს. მაგრამ ფაქტია, რომ უყურებენ. ფაქტია ასევე ისიც, რომ ეს ადამიანები ნახე, მაგასთან პრობლემა არ მაქვს. ხო, ანუ შენ არ მოგწონს, მაგრამ სხვას მოსწონს, ანუ პირობითად ამ შენი გადმოსახედიდან ვიძახი ამ შემთხვევაში. ასევე ეს ადამიანები აქტიურად პირობითად იყენებენ რეკლამას, თარგეტირებულ რეკლამას, ხო, სხვადასხვა მეტას რესურსებიდან მოყავთ პირობითად აუდიტორია, რათა გააძლიერონ ბრენდი YouTube-ზე, გაიზარდონ მაქსიმალურად, ეგრევე მოიზიდონ სპონსორები და ეს იყოს. ხო, აი ესეც მაინტერესებს მაგაზე შენი აზრი და თან როგორ მინდა იცით შავშალო, რომ ერთი მხრივ ეს შეიძლება ვიღაცაში გაღიზიანებას იწოდეს, რაღაც მომენტში ხანდახან ჩემშიც იწოვს ხოლმე გაღიზიანებას და რატომ? იმიტომ რომ მე ტელევიზიას იმიტომ არ ვუყურებ, ამიტომ გამოვაკეცი რომ არ მომწონს ის ფორმატი. და YouTube-ზეც რომ მომწდევს ეს ფორმატი, პირობითად ჩემთვის გამაღიზიანებელია და ვაჰაიდებ, ან არ ვუყურებ იმ კრეატორს კონკრეტულს. მაგრამ თუ ნახე, ვიწყებთ, თუ გროვდება რაღაცა დიდი აუდიტორია იმ ადამიანების, რომლებსაც აქვთ უკვე რაღაც რეპუტაცია დაგროვებული, ფინანსები და აქვთ იმის უნარი და საშუალება, რომ გააკეთონ მაღალხარისხიანი კონტენტი. ამ შემთხვევაში ხარისხში ყველაფერს გულისხმობ. პირობითად კონსისტენსის, თანმიმდევრულობასაც, სიხშირესაც კონტენტის დადების, იმიტომ რომ მაგას ხო აქვს მნიშვნელობა. იმასაც როგორ ხარისხში იდება, ის რომ გუნდი ყავთ პირობითად და ეს გუნდი აძლიერებს მათ პრეზენს სოციალურ ქსელებში, ხო? ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ხომ მყარ ბრენდს ქმნის, განსხვავებით პირობითად იმ ადამიანისგან, რომელიც იწყებს ახლა ხანს, არის ის მარკეტინგული ბაზისები, არ აქვს ის საშუალება, რაც გავიარეთ ახლა, რაც ვისაუბრეთ. ის მყარ ბრენდს, ეგეცაა პრობლემა. აი რატო მაგალითად კაცმანი რო ვიღოთ პირობითად ალბათ ეხლა ყველაზე როგორ ვთქვა ცნობილი პიროვნება არის ამ შემთხვევაში რომელსაც როგორ ვთქვი კარგი გაგებით ისტერია არის მასზე ან მოყავთ როგორც ერთ-ერთი კარგი მაგალითი ყველას მასთან რეპუტაციული მნიშვნელობის არის მისი კონტენტი მე ძალიან მომწონს და ანუ არ სწორად არ მინდა რომ ვინმე გამიგოს უბრალოდ როგორც მაგალითი რომ მოვიყვანოთ რა ნახე მოდი ესე ვთქვათ, რომ პოდკასტი არის საერთოდ სხვა ტიპი. ანუ პოდკასტი Spotify-ზე აიტვირთება თუ Google Podcast-ზე თუ სადაც SoundCloud-ზე, ხო? ანუ პოდკასტი არის სხვა ტიპი. უბრალოდ YouTube-ზე რადგან ვიდეოც არის პლუს და იქ შეიძლება ვიღაცისთვის დამატებით რაღაც კომფორტის მსგავსი რამე იყოს და თან სხვა კიდე ბევრი მიზეზის გამო პოდკასტებისთვის YouTube-ი აღმოჩნდა კარგი პლატფორმა. მაგრამ პოდკასტები YouTube-ის მიღმაც არსებობდა. სხვა რაღაცაც YouTuber-ობა ქვია, ასე ვთქვათ, რომ ანუ აი ეს ხარ შენთვის რაღაცებს იღებ და გიჩნდება თანამოაზრეები. აი რაღაცა ესე უხეშად რო ვთქვათ, ესეთი რაღაცა YouTube-ი რა. და პოდკასტი არ უნდა შევადაროთ ამას რა. პოდკასტი საერთოდ სხვა მხარის ეგრე YouTube-ზე კლიპების იდეა რაღაც მუსიკოსი და არტისტი იმით ფასდება რამდენი გამომწერი ყავს YouTube-ზე, მაგრამ ანუ YouTuber ხო არ არის. ანუ უბრალოდ მუსიკებისთვისაც იდეალურია ისე როგორც პოდკასტებისთვის. ამიტომ მოდი მაგას არ შევადაროთ და მაგას თუ არ შევადარებთ და როგორც შეულებრივი YouTube-არს განვიხილავთ ეგეთ ბიზნეს პროექტს, რომელიც განმოვიდა YouTube-ზე და უშუალოდ ტელევიზიიდან. ანუ ეგ ძალიან კარგია YouTube-ზე ყველაფრის ადგილია, ვისაც ისი გადაღება უნდა თუ უნდა უდიდესი პროექტი გააკეთოს YouTube-ზე, თუ უნდა ესე რა მართლა მობილურად იაროს და რაღაცები გადაიღოს და ტყეში ისე იგნოს, მაგრამ ისევ იმისთვის ვამბობ, რომ YouTube-ზე ხალხს ასპონსორებენ იმ შემთხვევაში, თუ ამ ადამიანს ყავს აუდიტორია და რაღაც ინფლუენსი გააჩნია ამ აუდიტორიაზე, რაღაც ავტორიტეტი, ისტორია, ის ძველი ამბავი რომ დაიწყე რაღაც არაფრიდან და გამომწერები დააგროვი და სპონსორები ყავს და მთელი ამბავი. და ის გამოცდილება აუცილებელია, რომ ნულიდან დაწყების, ასე ვთქვათ რა. და შენ თუ გადმოდიხარ აქ და უკვე თიმი ყავს, სპონსორის გადმოსახედიდან შენ ახალი ხარ აქ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ნებისმიერ ადგილზე უკვე წარმატებული იყავი, თუნდაც. და რადგან ახალი ხარ, შენ აქ თავი უნდა დაიმკვიდრო, ასე ვთქვათ. და თავის დასამკვიდრებლად დროა საჭირო და ამიტომ თავიდან არ გასპონსორებენ როგორც წესი. და შესაბამისად შენ თუ გუნდით გამოხვედი და იმ გუნდს ანაზღაურება ჭირდება და შემოსავალი ჭირდება, მანდვე იჭედები შენ თვითონ, თორემ მე კი არ მაქვს პრობლემა.
მაგნეწელში ზუსტად გეთანხმები. ხო და იგაა პრობლემა თორე რავი მე მაგნეწელში გეთანხმები, მაგრამ თან ნინუცა ორჯონიკიძის кейსი მახსენდება. ნინუცა წამყვანი იყო წლების განმავლობაში, უკვე მასაც ქონდა გარკვეული ინფლუენსერი იყო პლუს ამას მეტას ქსელებში. მოდი მეტაზე ვიზავ. იცი რა, ნინუცა ძალიან ბევრი იშრომა. YouTube-ზე რო დაემუღამებინა რაღაცეები და ძალიან კარგადაც გამოსდის და მაგარია როგორც მიდის მისი არხი. ასევე ძალიან ბევრი წელი იშრომა გიორგი ვარდოსანიძემ და ისი ამბავიც მაგრად მიდის. კიდე სულ მავანი მახსენდება ხოლმე მაგაზე, იმიტომ რომ მავანიმაც უდიდესი შრომა ჩადო რომ YouTube დაემუღამებინა YouTube-ზე როგორ უნდა აკითხო და მაგანაც მაგრად დაამოღა. აი მამას არ ვადევნებ თვალს მე დანჩენები. და ნახე ეს მეტას ამბავი მინდა რომ ახსნა კიდევ ერთხელ რა. YouTube აქ რომ მიწყევენ და მეტასოციალურ ქსელებში მეტასოციალურ ქსელებიდან უნდათ რომ დაბუსტონ თუ რაღაცა იგივე. მან არის ძალიან დიდი იდეოლოგიური პრობლემა. რადგან ეს ვიდეო კონტენტის აქტიურად ესე გაშლა სოციალურ ქსელში დაიწყო სადღაც 2010-დან რომ 2012-ში 13-ში კიდევ ვაინები რო იყო და რაღაც. ანუ მაშინ გაიყო ეს ორი დიდი გიგანტი და სხვადასხვა მიმართულება აერჩიეს. ანუ მეტამ აერჩია B2B მიმართულება, რომ შენ უნდა დაბუსტო თუ გინდა ნახვები დააგროვო. და გახდა ამ ბიზნესის ყველაზე დიდი მეგობარი და თუ რაღაც მანამდე ტელევიზიაში მიქონდათ ბიუჯეტი ან გარე ბილბორდებზე ან რაღაც მაგას მოაკლდა ყველაფერს და ის მეტაში Facebook-ზე ბუსტინგი გახდა მარკეტერების ისა ყველაზე ძვირფასი მეგობარი. და ისა Google-მა და YouTube-მა საერთოდ სხვა მიმართულება აიღეს რა. გადაწყვიტეს რომ პირიქით შეექმნათ ისეთი სისტემა, სადაც ხალხი კომპანიებისგან კი არ აიღებდნენ ფულს. პირიქით ანუ კრეატორებისთვის შეექმნათ რაღაცა იდეალური სასათბურე პირობები, რომ შემდეგ ეს კრეატორები დაესპონსორებინათ კომპანიებს და მაგას ჩაჯდომოდნენ წილში. და YouTube მონეტიზაციის 30 თუ 32% Google-ი აჭრის ასე ვთქვათ რა. ხო და ამან გამოიწვია ესეთი რამე რომ Google-ის Facebook-ის ბუსტინგი პირველი რამდენიმე წელი შეიძლება 10 წელიც კი ძალიან დომინანტი იყო და ძალიან ბევრი ფული მიდიოდა მანდ. მაგრამ ეს კრეატორები რომ გაიზარდნენ, მაგალითად 3-4 წლის წინ ავიდა პირველად ერთი ადამიანი 100,000 გამომწერზე და ახლა უკვე 100-მდე ჩენელია, რომელიც 100,000 გამომწერით არის და ყველაზე დიდი 400,000-ია. და ასე ვთქვათ, გრძელვადიანი ხედვა უფრო იყო და იმდენი კრეატორი გაჩნდა და იმდენად ძლიერები არიან უკვე რომ სპონსორები წავთ. ამ მონეტიზაციასაც ბევრს აწერინებენ თვითონაც და შესაბამისად Google-საც მეტი შემოსავალი აქვს. და ეს ორი პლატფორმა გახდა ერთმანეთისგან სხვადასხვა პლანეტა, ვთქვათ. მე მქონდა Facebook-ზე 100,000 გამომწერიანი page, რომელიც 2015-16 წლებში რაღაცებს პოსტავდი იქ და თვითონ ააგროვა, ერთი თეთრი არ გადამიხდია და YouTube-ზე ვიდეოს რო ვდებდი, იქ რომ პოსტავდი 100,000 კაციდან 10-იც არ გადმოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ Facebook პოსტს რო დავდებდი, ბევრი ნახვა ქონდა რა. პირველად მაშინ დავიწყე მაგაზე დაფიქრება, რომ მეთქი რანაირად ხდება ასე. მე გაირკვა და აი ხა ყველა მიცის, რომ YouTube-ის ლინკს ცნობდა იმის ალგორითმი და თავის გამომწერებსაც არ აჩვენებდა. ასევე რამდენად არის მეტას მომხმარებელი, YouTube-ის მომხმარებელი, ესეც კითხვის ნიშანი არის რა. ნახე, მაგამდეც მივიდეთ რა. ეს ორგანულად რო არ აჩვენებს დაუშვათ Facebook-ზე გაზიარება YouTube-ის ლინკებს, ეგ ყველა დაამოღამა. მაგრამ ახლა მაინც ბუსტავენ. და რო ბუსტავენ რა ხდება, ნახე, YouTube-ზე ყველაზე დიდი კრიტერიუმი რითიც ფასდება ვიდეოს წარმატება არის ადამიანი რომ შემოვიდა, რამდენი წამით შევა, რამდენი პროცენტულად, რამდენი ხანი რჩება ვიდეოზე. როცა შენს YouTube ვიდეოს ბუსტავ Facebook-ზე, მაგალითად ახლა ეს პოდკასტი რო აიღო და წაიღო და Facebook-ზე დაბუსტო, ანუ ბუსტი ხო არის რომ ვიღაცას ისე მოხვდა თვალში, რომ ნორმალურ პირობებში არ უნდა მოხვედროდა. და თუ ეგრე მოხვდა ადამიანს თვალში, ის ტიპი რომ გადმოვიდა, ის
ძალიან ნაკლები ალბათობა იმისა, რომ მზად იყოს 1 საათიანი პოდკასტის მოსასმენად, ხო? გააჩნია თუ ბუსტზე ვამბობთ ხო, მაგრამ თუ თარგეტირებულ რეკლამაზეა ცოტა შანსები იზრდება, მაგრამ მანდაც გააჩნია, იმიტომ რომ Facebook-ზე ხანდაზმული აუდიტორია აქვს. როგორ იდეალურ აუდიტორიასაც არ უნდა აშვენო, მაინც არ იზრდება ისეთი რაოდენობით, როგორც YouTube-ს ჭირდება. და ის ტიპი რომ შემოვიდა და მალევე გავა შენს ვიდეოს ისე დააზიანებს, რომ თვითონ YouTube-ი აღარ აჩვენებს, YouTube-ზე აღარავის. და დაბალი average view გეკნება. და მოგიკლავს, ანუ მაგალითად როგორ რაღაცა იცი, მაგალითად $100 ბუსტავ, ხო? ანუ შენ $100 იხდი იმაში, რომ შენი ვიდეო არავინ ასოდეს არ ნახოს. ესე უხეშად რო თქვა, ესე გამოდის. და თან მე ეგ ის პრობლემა კი არ არის მარტო რომ ეგ ვიდეო გაგიფუჭდა. შენი არხიც დააზიანე. ანუ არ ნახე ყველა ვიდეოს აქვს თავისი რაღაცა ფსიქოტიპი თუ რაღაცა ეგეთი და mini AI რო წარმოიდგინო როგორც რაღაცა პეტი ან ეგეთი. ყველა ვიდეო ეგრე თვითონ თავის იმიჯი აქვს ყველა ვიდეოს ალგორითმის დონეზე ვამბობ რა, იქ ლაიქების შეფარდებას, average view durations და ეგეთ რაღაცებს და თან არხსაც აქვს თავისი საშუალო ეგ. ანუ არხის საშუალოს განსაზღვრავს ყველა ვიდეოები ნაწილ-ნაწილ და თან ყველა ვიდეოც რაღაცნაირად ინდივიდუალურადაც არსებობს რა. და ეს მეტადან გადმოსული ეს უცნაური ტრაფიკი, ანუ კონკრეტულ ვიდეოსაც გიფუჭებს და მთლიან ვიდეოსაც. ანუ ეხლა ნებისმიერ დიდი იუთუბერს შენ რო დაელაპარაკო და უთხრა ამ თემაზე გადაიღე ვიდეო ამ თემას, სხვადასხვა თემები რო შეთავაზო, ყველა იუთუბერი თავის გამოცდილების ხარჯზე გეტყვის რომ ვიდეოს რამდენი ნახვა იქნებოდა თავის არხზე. და არავე 10,000-ის ფარგლებში ყველა გამოიცნობს, არავინ არ შეცდება. და ეგ არის სინამდვილეში ყველაზე ძვირფასი რაღაც და მეტადან გამოსული ტრაფიკი არის ყველაზე ცუდი რამე. რაც შეიძლება შენ არხს გაუგეთო და იმედია ახსენი ნორმალურად. კი, ჩემთვის აბსოლუტურად. დავდგათ აქ პარა. რა. თუდად გამიშტება? ხო, ზუსტად. თუ გინდა რილებზე ვთქვათ. რაზე? რილებზე. რილებზე? გაგრძელეთ თუ გინდა და მე დაასრულე შენი აზრი და ერთადერთი რასაც შეიძლება პოზიტიური გავლენა ქონდეს მეტას ამბებიდან ალბათ არის რილები Facebook-ზე და Instagram-ზე თუ დადებ რაღაცა ისეთ მოკლე მონაკვეთს რომელიც დაინტერესებს ადამიანს რომ შემოვა ბუნებრივად უყუროს. ანუ იდეაში ახლა მე რასაც ვლაპარაკობ თელი ფილოსოფია არის ის რომ ნახვა არის ორგანული თუ არაორგანული. და ჩვენ რასაც ვაკეთებთ ამ სფეროში ან YouTube-ის და Facebook-ის გაყოფაზეც რო დავიწყე, ანუ მანდვე ეგა იყო რომ YouTube-ზე მოდი იყოს ორგანული ნახვები მხოლოდ და Facebook-ზე იყოს paid ნახვები მხოლოდ. და თუ ორგანული ნახვებით თუ აკეთებ რილებს, რომელიც ორგანულად გავარდება და რაღაც 100,000 ნახვას გავარდება დაუშვათ და იქ თან აანონსებ რომ ამის full ვიდეო YouTube-ზე დევს. იქიდან შეიძლება 2% გქონდეს გადმოსვლის რეიტი და ეგ ძალიან მაგარია. ხო, ალბათ. უბრალოდ აი ამაზეც აი ბევრი კითხვა მაქვს შენთან და ნელ-ნელა ჩავშალოთ ყველა. ერთი, რასაც ალბათ გამომახვილებდი ყურადღებას, არის აუდიტორიების თავისებურებების სხვაობები რა. მეტას პლატფორმებზე, Instagram-ი და YouTube-ი ავიღოთ, Facebook-ი ავიღოთ ამ შემთხვევაში, WhatsApp-ი არა, ცალკე TikTok-ი განვიხილოთ და ცალკე YouTube-ი. სადღაც TikTok-ი და არასწორი შედარება. ანუ თავიდან Facebook-ი, როდესაც ახალი ხილი იყო, მაშინ რაღაც გარკვეული აუდიტორია ჯერ კიდევ ოდნოკლასნიკებზე იყრიდა თავს. შემდეგ ეს ხალხი, ვინც ცუდად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ცოტა სხვა ტიპის ხალხი მოდი ასე დავარქვათ, ვინც ოდნოკლასნიკებზე იყვნენ, მე გადმოვიდნენ Facebook-ზე და ცოტათი Facebook-ის ოდნოკლასნიკიზაცია მოხდა. და დღეს ახლა, როდესაც ვაკვირდები თუნდაც ძალიან ნეიტრალურ ვიდეო ქათებს ამოჭრილს, თუნდაც პოდკასტები და ნანკაგვარის ვიდეო შემხვდა, რამდენიმე ვსკროლავდი და აი აბსოლუტურად ორი ულამაზესი გოგო ისხდნენ, საუბრობდნენ ნეიტრალურ თემებზე და საერთოდ არსაიდან მოსული ნეგატივი და ნეგატივსაც გააჩნია. ძალიან
უხამსი და აი საშინელი სიტყვები ეწერა იმ პოსტის ქვეშ, იმ რილების ქვეშ. და ანუ იმის თქმა მინდა რომ Facebook-ის აუდიტორია ცოტათი გაფუჭებულია. Instagram-ზე თუ გადავდივართ და მათ შორის მყიდველ უნარიანობითაც რომ შევადაროთ, ხო, მარკეტერები ჩემი გარშემო ყოველ შემთხვევაში, უფრო Instagram-ს აღიქვამენ უფრო მაღალი დონის პლატფორმად ვიდრე Facebook-ს. აუდიტორიის თვალსაზრისითაც მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ის გარკვეული აუდიტორია იქაც არის და თანაკვეთა აქვთ. Instagram-ზე მაინც უფრო თითქოს რაფინირებული აუდიტორია. TikTok-იც ადრე სანამ გოიმობად ითვლებოდა ჯერ კიდევ მუსიკალი რო ერქვა, მაშინ ძალიან ვიწრო სეგმენტი იყო. მერე COVID-ის დროს რაღაცა პროცენტმა იქ თვითრეალიზება მოახდინა და მერე ამის მონეტიზაციაც დაამატეს ზემოდან სპონსორობებით და მერე უკვე ყოველთვის საინტერესო გახდა ეს პლატფორმა მათ შორის ბიზნესებისთვისაც, მაგრამ იქაც რომ შევდივართ, საოცარი ნეგატივი ტრიალებს თვითონ კრეატორები ერთმანეთში ჩხუბობენ, შენს ახსენე, თვითონ აუდიტორიაც ჩხუბობს, მე ერთმანეთს აღვივებენ და ზოგადად ძალიან დაბალი დონის პლატფორმად იქცა მიუხედავად იმისა, რომ awareness კარგად აძლევს brand-ს. და ამის პარალელურად მოდის დიდი პლატფორმა YouTube, რომელზეც ამათგან განსხვავებით თავსდება გრძელი ვიდეოები, გრძელი ხანგრძლივობის დიდი ხანგრძლივობის ვიდეოები უფრო სწორად და იგივე TikTok-ის 2 წამიან ვიდეოებს შეჩვეული ადამიანი და Facebook-ის 2 წამიან რაღაცა რილებს შეჩვეული ადამიანი YouTube-ზე რო გადმოდის, მისთვის ეს თუნდაც 1 საათიანი ვიდეო იყოს, ეჩვენება რომ არის ძალიან გრძელი, ჩემი აზრით. არ უყურებს ამას, რაღაც იმ თავისთვის საინტერესო მონაკვეთებს ალაგ-ალაგ ალბათ ნახავს, ან იმასაც არ ნახავს და გადის. ერთი მხრივ შენაც ახსენე ეგ არის, რომ average views ეგ იფუჭებს, მაგრამ მეორე მხრივ, რადგან აი ეს ყველაფერი იმიტომ ჩამოვთვალე, რომ საბოლოოდ აუდიტორია ხო მაინც ერთ ბირთვად იკურება და თუ მოხდა ამ სხვადასხვა არხების ოდნოკლასნიკიზაცია, საბოლოოდ YouTube-ზეც იგივე ხო არ გველოდება წინ და ეს ხალხი, ვინც ჯერ იქ არიან, იქაც ხო არ გადმოვლენ. იცი რა, და ესეთი ჯანსაღი გარემო მიკროკლიმატი აღარ იქნება YouTube-ზე როგორც ახლა. ჯანსაღ გარემოს, ანუ ჩვენ მეც ცოტა რადიკალურად ვსაუბრობ შეიძლება YouTube-ზე აღმატებულ კონტექსტში. და ეს მეტას პლატფორმები არ მეყვარს და YouTube-ებიც ხო ეგრე გვახასიათებს YouTube-ებს, მაგრამ იცი რა, ეგ უსაფუძვლო არ არის რა და ეს შეიძლება ასე ერთი შეხედვით უცნაურად ჩანს, ასე რომ ვსაუბრობთ. მაგრამ ვინც ამ სფეროში ერკვევა და რაღაც გამოცდილება ქონია, ყველა ეგრეა. და ყველა ეგრე რო არის, მაგას თავისი მიზეზი გააჩნია, ეგ რატო არის YouTube-ი სადღაც სხვა level-ზე და ეს დანარჩენი სოციალური ქსელები სადღაც კიდე ერთ level-ზე. და თან მაგას განაპირობებს ერთი უმარტივესი რაღაც, ესე ტექნოლოგიურად. რაც შემდეგ ფილოსოფიურ კონტექსტში გვაძლევს ამხელა განსხვავებას. და ეს პატარა რაღაც არის არჩევანი. ანუ ეხა ამ პოდკასტს ვიღაცა თუ უყურებს ისე რომ YouTube-ზე აირჩია ეს ვიდეო რომ ჩაერთო. და ნებისმიერ სხვა პლატფორმაზე თუ ვიყურებენ ახლა, იმ ადამიანებს ეს არ აურჩევიათ. TikTok-ზე ჩამოსკროლეს და ამოვარდა ეს ვიდეო, Instagram-ზე ჩამოსკროლეს და ამოვარდათ ეს ვიდეო. თუ Facebook-ზე უყურებენ, იქაც ჩამოსკროლეს და ამოვარდათ ეს ვიდეო, ან მისმა მეგობარმა გააზიარა და რო ჩამოსკროლეს ამოვარდათ, ან რაღაცა დალაიქებული ქონდათ და იქიდან ამოვარდათ. და YouTube-ზე რადგან აირჩიეს ეს არჩევანის თითქოს ნახევარწამიანი რაღაც მომენტი ცვლის საერთოდ ყველაფერს. იმიტომ რომ შენ როცა რაღაც აირჩიე, მის მიმართ მიმღებლობა გააქვს ძალიან დიდი და თუ ამ შენს პოდკასტებს მაგალითად ტიპი უყურებს ხშირად, იბან უკვე შენ ბევრჯერ აგირჩია. და შენ სიმართლე რაღაც გზნობები გაუშვდა, პატივისცემა გაუშვდა, აბა ისე ხوار აგირჩევდა. ანუ თუ მეორე, კაი ერთხელ დავუშვათ, აგირჩია ისე რენდომზე. მეორეჯერ კიდე რაღაცები გადაამოწმო. მესამეც და მეშვიდე თუ აგირჩია, ესე იგი შენში რაღაცა ძვირფასი ღირებულებები დაინახა. და ესე იკვრება ბაბლი და რაღაცა შენი community, სადაც შენ საერთოდ სხვა ურთიერთობა გაქვს მაგ ხალხთან. და ეგ არც ერთ სხვა პლატფორმაზე არ არსებობს. და საერთოდ არსებობდა პლატფორმაზე კი არა და სოციალურ ქსელში კი არა, კაცობრიობაში არსებობდა ეგეთი რაღაც. და თან ნახე თუ არსებობდა მანამდე ან წერილების მიმართ ან ისეთი ტიპების მიმართ, ვინც გაზეთებში რაღაცებს წერდა სტატიებს. ანუ იმ ტიპს ვერ ხედავდნენ, ზოგი ფსევდონიმით იყო, ზოგი სადღაც იყო სხვა ქვეყანაში და აქ ეს პირდაპირ ვიდეოა. სადაც საუბრობ და კომენტარს მიწერს და მე პასუხობ და ანუ ეხა ამ იუთუბერობით ისეთი რაღაცა ხდება კაცობრიობაში, რაც არასოდეს არ ყოფილა და ყველაზე მაგარი რაღაცაა. და ის სპონსორების დაფასებას ან
ის რომ რაღაც 10 წლის წინ დაიწყეს ამერიკაში კონსოლების გათამაშება და Lamborghini-ის გათამაშება YouTuber-ებმა და ეხლა რაღაც ახალი iPhone-ი რო გამოდის Apple-ი 100-ობით YouTubers 1000-ობით მობილურს უგზავნის გამოსვლამდე სამ გაყიდვას ჩაეშლება, მანამდე უგზავნიან უბრალოდ ისე. ან Tesla Cybertruck-ი რო გამოვიდა 250,000 თუ რაღაცა $, აი YouTubers ჩუქნიან მაგალითად 20 წელს ან 100 წელს რომ უბრალოდ ვიდეოში ვიღაცებს დაურიგოს და ანუ ეგეთ level-ზე იყო იქ უკვე 5 წლის წინ. და ეგ ლოგიკურია რატოც იყო. მაგრამ ეს მე მგონი უფრო millennial core არის, იმიტომ რომ ჩვენთვის და რაღაც ალბათ უახლოესი რამდენიმე წლის შეიძლება აწლეულის მანძილზეც ესე იქნება, მაგრამ როდესაც ალტერნატიული მედია სივრცეები ან თუნდაც არ ვიცი, მეტავერსში როდესაც გადავბარგდებით, შეიძლება დიდი ალბათობით YouTube-ი აღარ იყოს ესეთი და ოცკული გახდეს. აღარ იყოს cool. ეგ რა თქმა უნდა ლოგიკურია რომ ეგრე მოხდება, მაგრამ ეგ რომ ხარის სწავლა ჯერ მაღაზიაზე ფიქრი კიდე ადრეა ძალიან, იმიტომ რომ თვითონ ესეც ძალიან ახალი ხილია. ეხლა მე რო ვიწყებდი მეუბნებოდნენ რომ აი ვიდეოებს ნოიღებ ვიღაცა შეგაგინებს და სირცხვილია, ან უზრდელობა, ან თავი მოგვეჭრება თუ რაღაცა ეგეთი და ჩემი ახლობლები მეუბნებოდნენ ეგრე და კრინჯობის უნხერხულობის კომპლექსი უნდა გადავახაროთ. ეხლა უკვე თვითონ სფერო ისეთ level-ზე ავიდა რომ ეხლა ყველას YouTuber-ობა უნდა. ან ნახე, YouTuber-ობა არ არის, 10-დან 7 ბავშვს უნდა რომ YouTuber-ი გამოვიდეს. კი, მაგრამ რატომ უნდა ეგეც რომ ჩავშალოთ, იმიტომ რომ გიყურებენ შენ, მაგალითად გიყურებენ კაკოს, უყურებენ გიგის და უნდათ ის კონკრეტული აი ზედაპირზე რაც დევს, აი catchy jingle-სები რაც აწევს, წინავი რაღაც მომენტები და ვერ ხვდებიან იმის უკან რა შრომა დგას და მე მაგაზეც მინდა გასაუბრო, აი ის რომ შენ დღეს 200,000 პლუსი გამწერი ყავს, როგორ ყავს. ნახე, მაგაზეც გადავიდეთ, მაგრამ იცი რა, ნახე კაკო მოგზაურობს თელ მსოფლიოში, ხო? და მაგით იყავს ამდენი გამწერი და სპონსორები და ყველაფერი, ხო? რატომ მოგზაურობს? ან მე რატომ არ მოგზაურობ? ანუ მე არ მიყვარს მოგზაურობა. შენს ორგანული რაც არის იმას აკეთებ. ახლა ჩემთვის კომფორტ ზონა არის სახლში ყოფნა, იქ მაქვს ჩემი რაღაც კომფორტები მოწყობილი, ყველაფერი. კომპიუტერთან ამჯერადაც მიყვარს და ამ ცხოვრებაში რაღაც მიყვარს, ეგ ყველაფერი შევკრიბია, ასე ვთქვათ. და მაგას ვაკეთებ ჩემს YouTube-ზე. ანუ კაკო მეგრე გააკეთა, სოსო მეგრე გააკეთა, ოქტობუსებმა ეგრე გააკეთეს, საზმაკაცოში ერთმანეთთან ყოფნა ევასებათ და ერთად იკრიბებიან და რაღაცებს იღებენ. იქ ვიღაცა ტიპს მანქანები ევასება და მანქანებზე იღებს და ნახე ბავშვების 10-დან 70% ბავშვებს იმიტომ უნდათ YouTuber-ობა რომ ესენი რომ ვიღაცები ვარსკვლავებად ჩანან. მაგიტო კი არ უნდათ. უბრალოდ იმ ბავშვებმა იციან რომ თვითონ რაც ევასებათ ან რაც დაევასებათ მომავალში, შეუძლიათ მაგის YouTuber-ები იყვნენ. და ეგაა ყველაზე მომხიბვლელი. თუ ფეხბურთი გევასება, შეგიძლია ფეხბურთელი YouTuber-ი იყო, ან თუ ვერ თამაშობ, კომენტატორი YouTuber-ი იყო, ან რაღაცა რეაქციები გადაიღო საერთოდ ფეხბურთის. ან რაღაც შენი აზრები თქვა, რომ ეს ამ სფეროში შეგიძლია ნებისმიერი რამე აკეთო, რაც გევასება და მაგით იყო YouTuber-ი. ეგ კიდე ცალკე სიგიჟეა, რომ ეგეთი რამე არსებობს. კი, ეგ ძალიან საინტერესოა და თან ძალიან საინტერესოა განსაკუთრებით საწყის ეტაპზე შენი ნიშა იპოვო და განსაკუთრებით ჩემთვის საინტერესო არის შენი ასე ვთქვათ ბექგრაუნდი მოყოლი გაქვს, მაგრამ მაინც მინდა რომ კიდევ ერთხელ მოყვე, ოღონდ ცოტა უფრო სიღრმისეულად როგორ დაიწყე, როგორ მიხვედი ამაზრამდე, მით უმეტეს უხერხულობის მომენტი ვიღაცას ახლა ისე თუ აქვს, ადრე უფრო მეტად ექნებოდა 8 წლის წინ, ხო? და შენ დააჯექი და კამერასთან რაღაცა ვიდეოებს იღებ. მაინტერესებს აი ყველაფერი საერთოდ. იცი რა, მე ეს სფეროიდან შემიყვარდა, როგორც კი გავიაზრე რაც იყო, აი სამ ახს გავაკეთებდი. მანამდე არ უყურებდი საერთოდ YouTube-ზე, არ ჩოდიოდი რა, რაღაც გეიმერი ბავშვი ვიყავი და რაღაცებს თამაშობდი სულ. მე სკოლას მოურჩი უნივერსიტეტში ჩავაბარე და დიდად არ მიმიქცევი ყურადღება რა, ეგეთი რაღაცებისთვის. და მე ჩემმა მეგობარმა Facebook page-ი მქონდა, რაღაცას ვამბობდი. მოცა ისტორიის და იმ ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ თუ ამ ისტორიებს რასაც იქ პოსტავ ვიდეოების სახით ააწყობ და YouTube-ზე დადებ, იქ მონეტიზაციაც ექნება, Facebook-ზე არანაირი მონეტიზაცია არ იყო. ხო და მაგ მომენტის შემდეგ რაღაცები რომ დავარისერჩე და ნახე რა ხდებოდა საერთოდ ამ სფეროში. ანუ ყველაფერი ხო იცი რაღაცას რომ გაიაზრებ და თითქოს დროში რომ იყინება ეგ მომენტი, ანუ როცა გააზრებას არა აქვს დროის ჩარჩო.
ანუ შეიძლება ერთ მომენტში ისეთი რაღაცა გაიაზრო, რაზეც ესე ნაბიჯ რო გეფიქრა, შეიძლება 10 წელი ვერ მესულიყავ. ანუ ეგრე გავიაზრე, რასაც ნიშნავდა ეს სფერო და იმ წამიდან ძალიან შემიყვარდა და ეგრევე თავიდან ბოლომდე გადმოვეშვიდა. იმდენად შემიყვარდა და იმდენად დავაფასე, რომ არა მარტო 22-ის ვიყავი და მე თვითონ გული აზამწყლებულა, იცი რომ ხედავდი რამდენიმე YouTubers, რომლებიც full-time YouTuber-ები გახდნენ, მაგალითად 15 წლის ასაკში, ან 14 წლის ასაკში, მაგალითად ნიკა TMG და მეთქი მე როგორ ვერ მივხვდი ამდენი ხანი. და აი, წარმოვიდგინე, იმდენად შემიყვარდა, რომ მაგაზე მწყლებულა გული. კი, ეგრეა, მაგრამ შენ საკმაოდ კარგ დროს დაიწყე ლოგიკურ დროს და რა ვიცი, ფანტასტიკური. კი, ერთი მხრივ ალბათ უფრო მეტი შრომა დაგჭირდა, იმიტომ რომ შენ გამოდიხარ ერთ-ერთი პირველი გზამკვლევი სხვა ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ეხლა რომ YouTube ისეთი არის, როგორც არის, გარკვეულწილად შენი წვლილიც არის მაგ ყველაფერში. ხო, ცოტა მე მგონი არის. კი, 8 წელი რომ YouTube-ზე ხარ და არ არის მარტივი ამბავი. თან ეს ამ სფეროში რო იყო, რატო არის იცი ძალიან ძნელი და ასე ვთქვათ 100 ადამიანი ვინც იუთუბერობას იწყებს 5%-იც ვერ ახერხებს რომ ისევ მაგ სფეროდან თავი ირჩინოს. შეიძლება უფრო ნაკლებიც ეს 10 წლის წინ ახლა ეს სტატისტიკა. ხო და იცი რა, როცა იწყებ, იმდენი რაღაცის კეთება, მაინც ჩემ გზას კეთყვიან ისეთი ადამიანის გზას, რომელსაც არაფერი არ აქვს. ან მე მობილური მქონდა ერთი ცუდი და ერთი ლეპტოპი მქონდა ცუდი, რომელიც ვიდეო კარტა არ ქონდა და ინტერნეტს არ იჭერდა და რაღაცნაირად ვაედიტებდი და მე მობილურში ვიყურებდი ხო, მაგრამ მე რაღაცნაირად მგონია ბოდიში რომ გაწყვეტინებ, რომ შენს ხასიათში რაღაცნაირად ჩემს წარმოდგენაში ზის შენს ხასიათში რომ შეგიძლია მონოტონურად რაღაცა აკეთო და შეგიძლია რომ აი პირობითად რაღაცას თუ მიზანად დაისახო, პირობითად მიყვე და ალბათ შენ წინაზეც ახსენე რომ თუ ვიღაც არ არის long game-ისთვის მზად, როცა YouTube-ზე შემოდის, სავარაუდოდ მარცხისთვის უნდა იყოს მზად, ხო ასეა? თუ ცოტა მე ვახდენ ამ სიტყვების, ანუ მარცხისთვის ხო ალბათ რა, აუცილებლად მარცხისთვის. მაგრამ იცი რა, მე არ ვარ ისეთი ტიპი, რომ დაждდება და რაღაცების მონოტონურად აკეთებს. პირიქით, ანუ სულ 3-4 რაღაცაზე ერთად ვფიქრობ და კიდე მე-5-ის ვაკეთებ და ორ პოდკასტს ერთად უსმენ ხოლმე. ანუ ის კონდრო კონსისტენსი შეგიძლია. ანუ კონსისტენსი შემიძლია, უпроსტად იცი რა შემიძლია რაღაც ავირჩიო. და გადავწყვიტო რომ ეს მე უნდა ვაკეთო რა, მთელი ცხოვრება. ანუ ერთი გამოთქმა იყო რომ ესეთი ძალიან მიყვარდა. არ გადადგა არც ერთი ნაბიჯი თუ კიდევ 1000 არ გადადგა. 1000-ში კიდევ უსასრულოა იგულისხმება. ანუ თუ არ ხარ მზად რომ ეგ რაღაცა აკეთო მთელი ცხოვრება, მაშინ პირველი დღეს არ უნდა აკეთო. ანუ ამ ფილოსოფიის მიმდევარი ვიყავი სულ. კი. ხო და თუ დავიწყე, მაშინ მოდი სულ უნდა ვაკეთო და თუ არ მინდა ეხლა 20 წლის მერე ეს რაღაცა ვაკეთო, აი ხაც არ გავაკეთებ. ანუ რაღაცა ცოტა უცნაური ალბათ, მაგრამ ესე ვფიქრობდი. შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მთავარი შეცდომა და შენ თუ არ დამეთანხმები ჩამისწორე და სხვანაირად გააგრძელე ეს აზრი, დამაწყები იუთუბერებისთვის არის ის, რომ იწყებენ პირობითად მაღალი სტანდარტებით და თავიდან შეიძლება რაღაცა მომენტში мотиваცია, ფინანსები ამაზე იყოს და პირობითად ბევრი ეპიზოდი დადო რაღაც პროფესიონალურად გადაიღონ. მაგალითად საბას როგორც დაემართა ჩვენ მეგობარს ხო, ძალიან ბევრი თანხა ჩახარჯა და ეხლა დამოუკიდებლად იწყებს და უფრო გაუვარდა ხო, მაგალითად TikTok-ზე თუნდაც ვიდეოები. ანუ რაღაცა მომენტამდე ყოფნით ეს საწვავი და მერე უკვე როდესაც ხედავენ რომ პირობითად რთულია ეს პროცესი, სპონსორები რთულად მოდიან და ასე შემდეგ, მერე აღარ ყოფნით ეს мотиваცია და ქრებიან. მათ შორის ის პოდკასტების სტატისტიკა იცი? მსოფლიოს ტოპ პოდკასტ ტოპ კი არა და პოდკასტერების სიაში შეხვიდე, რამდენი პოდკასტი უნდა ქონდა შენი აზრით ჩაწერილი? ალბათ 2000. 21. და მაგ 21-ს უმიზნებ. მოიცა 21 რა უნდა მინიმუმ 21 ეპიზოდი უნდა ქონდეს ჩაწერილი, იმიტომ რომ სტატისტიკის თანახმად ეხა გამიჭირდება გახსენება რომელი კვლევიდან იყო, მაგრამ ტოპებში ვიგულისხმება, აი რაღაცა ტოპებში რომ მოხდეთ თუ რა. არა, ზოგადად პოდკასტერების სიაში რომ მოხდა, ანუ როგორც აღმოჩნდა, ადამიანები საშუალოდ ვერ მიდიან 21 ეპიზოდამდე, იმიტომ რომ ვერ უკაჩავენ 20 და იქამდე სადღაც 18 მერვე და ასე შემდეგ ქრებიან რა. ისეთ პოდკასტებში ყოფილა, რომელიც ვერც დაიდო, პირველი სტუმარი უნდა ყოფილიყავი და ჩავიწერეთ, მაგრამ არ დადებულა. ისეთებში ყოფილა, სადაც აი მე და კალატოზი ვიყავით პირველი მეორე სტუმარი
და იმის მერე ორი არსებობს მარტო. აი ის ერთი სწორ და ეს ცოტა უცნაური იყო. რანაირად მოხდა ეგეთი რაღაცა არ გამიგია. სხვაჩვენს მაგაზეც მინდა კითხა, როდესაც ვემზადებოდი ჩვენი პოდკასტისთვის, როგორც გითხარი, რაღაც უყურებდი სხვადასხვა პოდკასტებს ჩვენი მონაწილეობის და ანუ ყველგან ხარ თითქმის ნამყოფი, რაც YouTube სივრცეში არსებობს და მაინტერესებს ეს შენი სტრატეგიის ნაწილია, რომ პირადი ბრენდის ხილვადობა გაზარდო ხოლმე, იმის ნაწილია, რომ უბრალოდ კეთილი ადამიანი ხარ და არ გენანება, რომ შენი პერსონით სხვა ადამიანებს რაღაც კეთილდღეობა მოუტანო და შენი აუდიტორია მიუყვანო, თუ ეს იმიტომ რომ უარს ვერ ეუბნები people pleaser-ი ხარ, თუ კიდევ რამე სხვა მიზეზი არსებობს. ეგეც ვარ, მაგრამ ეს სიტყვა გავიგე 1-2 თვის წინ პირველად და მივხვდი რომ ვიყავი, მაგრამ ისა მე ვარ როგორი ტიპიცი რომ ვინმეც უარი გითქვამს? ალბათ არა. მან დროის ან რაღაცა ეგეთის გამო კი, მაგრამ ისე რომ აი შენთან არ მოვალ ეგრე არ მithქვამს არავის. იცი რა, მე თვითონ როგორ მუშაობ. ნახე, როცა რაღაცა კითხვას დამისვა, მან როცა რაღაცა გააწყვეტილებას ვიღებ ცხოვრებაში. მაგაზე ვიცი სწორი პასუხი. ან როგორ უნდა მოვიქცე, ან რა უნდა გავაკეთო. და ეს ვიცი რომ აუცილებლად სწორია და მაგას ვინდობი 100%-ით. და მე თუ მკითხავს ვინმე რატომ მოვიქცე ასე, უკვე რაციონალური არგუმენტებით მე ხსნი მაგას. და იცი რა ამას ესე რომ ვენდო, ეს ძალიან ძნელი არის ალბათ და გატესტვა ჭირდება, მაგრამ იმიტომ რომ შეიძლება არ გამოდის კარგი. მაგრამ მე რო გავტესტე, სულ კარგად იმუშავა და თან ისე კარგად იმუშავა, რომ დამჯდარიყავი და რაციონალურად მეფიქრა მაგაზე. მაგ არჩევნამდე ვერ მევიდოდი. და მივხვდი რომ მე კი არ უნდა ვიფიქრო რაციონალურად ეგეთ რაღაცეებზე. არამედ ამ რაღაცას უნდა დაუჯერო და ის ყველაზე საუკეთესო ვერსიამდე მე მიყვანს. და დაახლოებით ამ ჭრილში უყურებ და უყურებდი სულ მაგ ამბავსაც, რომ სტუმრობასაც ეგ შეიძლება ახსნა რომ რაღაცა ბრენდის ნაწილია და რაღაც კეთილი ადამიანი ვარ, ან მინდა რომ დამწყებ YouTube-ს დავეხმარო, ან რავი, ბევრი რაღაცა შეიძლება თქვა, მაგრამ მაგაზე საერთოდ არ მეფიქრია. ეგ ძალიან მეკვირს მაგას რომ მეუბნებით. ამ გონია რომ შენი ტიპაჟის ერთ-ერთი ესე ვთქვათ ისეთი საბაზისო უნართვისობის ნაწილია ძალიან ანალიტიკა. მგონია რომ რაღაც ანალიტიკას აკეთებ ყველაფრის. ყველაფრის ანალიტიკას ვაკეთებ, ყველაფრის პროცენტებში ვხედავ, სულ ყველაფრის ჩემი გონება სულ რაღაცებს ეგრე ითვლის, რომ ლაპარაკობ რაღაცებს სულ ვითვლი, მაგრამ აი არის რაღაცეები რასაც არ ვითვლი და ამ რაღაცა ინტუიციის თუ რაღაც ინდისის თუ რაღაცისთვის მაქვს მინდობილი რა. ეგ ეხლა ასე ვსაუბრობდით, ეგეთი იყო. ხო, მაგრამ აი არ გიფიქრია მეორე მხარეზე ამ ყველაფრის, რომ პირობითად არ ვიცი, ახლა ვინ შეიძლება ასეთი იყან, რომელი არხი შეიძლება იყოს, მაგრამ აი რომელიღაცა პირობითად არხთან ასოციაცია შეიძლება შენთვის იყოს რეპუტაციულად ზიანის მომტანი რაღაც მომენტში. აი ეგ კარგი კითხვაა და ნახე, უფრო დავამძიმოთ კიდევაც ეგ კითხვა, მოდი. ანუ ცოტა ეს ტელევიზიური გამოცდილებით ან ეგეთი რაღაცეებით ადამიანები ფიქრობენ, რომ ესე ყველგან თუ მიდიხარ და ყველგან ჩანხარ, შენს ბრენდს თვითავ თუ რაღაცა ეგ. თვით. და წამგებიანია. ამიტომ ურთხილდებიან სად გამოჩნდნენ, რომ თავისი იმიჯის შესაბამისი ადგილი დახვდეთ და რაღაც. ანუ და ჩემი ხედვა საერთოდ საპირისპიროა. მე ვფიქრობ ესე, რომ მე ვარ ჩემს ვიდეოებში ზუსტად ისეთი ადამიანი, როგორიც ვარ მე თვითონ ცხოვრებაში. და მე მიმაჩნია, რომ ადამიანს არ შეუძლია შექმნას იმაზე საინტერესო პერსონაჟი, თუნდაც წიგნში ან სცენაზე ან სადმე, ვიდრე თვითონ შექმნა სამყარო ის. ამიტომ მე თუ ვარ ისეთი, როგორც სამყარო შექმნა და გულურწველი ვარ ამაში და რეალური ვარ. ეს არის საუკეთესო პერსონაჟი, ესე ვთქვათ, რასაც მე ეს რაციონალური გამოთვლებით ან რაღაცა ბიზნეს მოდელებით და წიგნებით რაღაცით შევქმნიდი. შესაბამისად, ნახე, თუ მე ეგეთი მიმღებლობა მაქვს და გულურწველობა, მე სადაც არ უნდა აღმოჩნდე, როგორ გადაცემაში არ უნდა აღმოჩნდე პირობითად ან რომელ სიტუაციაშიც, მე იქ ვერ გავიჩიტები სხვა. ანუ რაცა უნდა მკითხო ახლა, ხო? ანუ რაცა უნდა მოხდეს, მე მაინც ის ვიქნები, ვინც ჩემ არხზე ვიყავი ან ცხოვრებაში ვიყავი. შესაბამისად,
შეუძლებელი ამან გამწვითოს. და შეუძლებელია რამე დამიზიანოს, ან რაღაცა ნეგატიური მოახდინოს, ან ნეგატიურს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდენს, თუ მე ჩემს არხზე რაღაცას ვცდილობ, რომ ჩემი თავი წარმოვაჩინო და ისეთი არ აღმოჩნდი მე სხვაგან. ან ისეთი უნარებით ან რაღაც. ამიტომ არ მგონია, რომ მაგაში რამე ცუდი იყოს. გარდა იმისა, რომ თუ დრო მაქვს და საშუალება, რავი, ხასიათი სულ მაქვს. აი მაგაში ძალიან გეთანხმები და მეც სულ მაგას ვამბობ ხოლმე, რომ ვერავინ ვერ გაჯობებს საკუთარ თავობაში რა. აი შენ რო ეცადო იყო კაკო, ვერ აჯობებ, იმიტომ კაკო ყოველს გაჯობებს. კაკო რო ეცადოს იყოს ჰიტა, ვერაძოს ვერ გაჯობებს ჰიტოვე. ანუ დათვალო ვიცევაში, იმიტომ რომ შენ ხარ და შენი რაღაც საბაზისო პაკეტი გაქვს უნარჩვევების და შინაგანი, ასე ვთქვათ, სამყაროსი. და არა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი მგონია, იმიტომ რომ ახლა მით უმეტეს ძალიან ბევრს უნდა ხოლმე რომ ვიღაცას დაემსგავსოს. გინდა ვიზუალურად, გინდა ხასიათით, გინდა ჩვევებით. როდესაც ადამიანთან ურთიერთობ, ბუნებრივია რომ სადღაც ამ ურთიერთობის ფარგლებში ხდება რაღაც თვისებების მიმოცვლა. შენ შეიძლება იმის რაღაცა უნარებს იყიდებ, ის შენსაც, ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ როდესაც ეს ზედოზირებაში გადადის, უკვე კაი არ არის. და ანალოგიურად კონტენტის ნაწილშიც რა, მე რო პირობითად იგივე შევედა, რომ სხვა რომელიმე პოდკასტერს ყველა შემთხვევაში წავაგებ, იმიტომ რომ ვერ შევეჯიბრები რა იმ ძლიერ მხარეებში, რაც იმ ადამიანს აქვს და ანალოგიურად ის ადამიანი მე ვერ შემეჯიბრება იმაში, რაც მე მაქვს. და ეგ მგონია რომ ძალიან კაი გასაგები იქნება აუდიტორიისთვის და მაგრამ გეხვეწები შევახსენოთ რა რომ გამოიწერენ ხოლმე ჩემი არხი 1000 გამომწერზე რაღაცა მივბობყავ თავიდან 500-მდე ძალიან კარგად ავედი და მე ძალიან გაუჭირდა ჩემს არხს და კი ამბობენ ფოლოვერები გაქრებაო მალეო მაგრამ გარი ვაინერჩუკი კი ამტკიცებს მაგას მაგრამ სანამ არიან გამოიწერეთ ჩემი არხი რაღაცა ორი სიტყვა მითხარით მოგწონთ არ მოგწონთ იმიტომ რომ მიხარია ხოლმე აი და კომენტარით ვინ მოიწვიოს კიდე კი და მაგას ვუკითხულობ ხოლმე და რაღაც გარკვეული სიაკი მაქვს შედგენილი, მაგრამ მე შენი აზრიც მაინტერესებს. და რადგან აქ ხარ ჩემს პოდკასტში ვერ გავმაზავ შესაძლებლობას რაღაც რჩევა არ გითხო. მაგალითად, აი სანამ ჩაწერას დავიწყებდით, საუბრობდით იმაზე, რომ მე მინდა რომ მაგალითად მოვიწვიო რამდენიმე ქართულენოვანი სტუმარი და რაღაც პერიოდულად სულ მოლაპარაკების პროცესში ვარ ხოლმე და სტრატეგია მაქვს ასეთი, რომ დავდო 2 ეპიზოდი ამ შემთხვევაში და პირობთ თუ ეს იქნება ინგლისურენოვანი, ერთი მხრივ დავდო ინგლისურენოვანი რაღაცა ქართული ტიტრებით და მეორე შემთხვევაში, ანუ მეორე ვიდეო დავდო გადახმოვანებული voice-overით ქართულ ენაზე. იმიტომ რომ აი რაღაც თითქოს სხვა აუდიტორიასაც შევეხოთ, რამდენად კაია. რამდენად არასწორია. ძალიან ცუდია და 100% არასწორია. აი ეს ის რადიკალური პასუხისთვის, მაგრამ მოდი მოვიფიქროთ როგორ იქნებოდა სწორი, რომ ისე მარტო ნეგატიურად არ შევაფასოთ. შენ თუ გინდა რომ პოდკასტი იყოს გლობალური ეგ არ გამოვა. ან ნახე არ შეიძლება არხზე რაღაცეები იყოს ქართული აუდიტორიისთვის და ერთი ვიდეო სხვისთვის. ეგრე არ მუშაობს. მაშინ მთლიანად არხი უნდა იყოს და კიდე იქ ბევრი სხვა ნიუანსია. რადგან ქართული არხი გაქვს და ქართული პერსპექტივებს უმიზნებ, ყველა ვიდეო უნდა იყოს ქართულად. თუ შენმა სტუმარმა არ იცის ქართული, მაშინ ქართულად გახმოვანება შესაძლებელია, მაგრამ პოდკასტი როგორ უნდა გაახმოვანო, ხა ვერ ხვდები. ანუ შენ თავსაც გაახმოვანებ და სტუმარსაც აი მაგ დეტალზე არ მფიქრია, მაგრამ აი როგორც ჩვენ ინტერვიუებს ახმოვანება ხოლმე ეგრე, ალბათ ხო სრული voice-overით. არ ვიცი. მე აი კითხვა. ანუ ეგ ამთავარი, ანუ შენც თუ ვილაპარაკებ სხვა ენაზე და შენი სტუმარიც, მაშინ შენც უნდა გაგახმოვანო და შენი სტუმარიც. ხო, დავიყვანი კი ეგრე. მაგ შემთხვევაში ოკეია. ჩვეულებრივად, ოღონდ იმის ამბიციები თუ გაქვს რომ იმ რაინაზე საუბრობთ, იმ ენოვანების უყურებენ, შანსი არა. ხო, ალგორითმი ძალიან გაგიჟდება, ხო? ხო, არ მუშაობს ეგრე უბრალოდ. თამბნეილების ისიც დაიწევს, ну, რა ქვია, კლიკების ანალიტიკას. და ნახე კიდე მან რა პრობლემაა, ხა ნახე. ამ სფეროში რაღაცას რო აკეთებ, ესე ერთ ვიდეოთ არ უნდა მოიფიქრო. ანუ ნახე, შენ თუ გინდა რომ უცხოენოვანი საუბრებიც გქონდეს, ეგ უნდა მოიფიქრო ან რაღაცა პლეილისტად, ან ცალკე არხად, ან
ეგრე, ანუ ცალკე პლეილისტად ვფიქრობდი კი, მაგრამ მაინც ერთ არხზე არ ვიცი რატომაც მინდოდა რომ ეგრე გამეტესტა, თუმცა ყველა მეუბნება რომ ძალიან ცუდი იდეაა და მეც ანუ შინაგანად ხვდები რომ თქოს კაი შეიძლება არ იყოს. ნახე ვისაუბრეთ ეგრე პოდკასტში უცხოენაზე, გაახმოვანეთ ორივე ქართულად შენიც და სტომარიც და ქართული სათაური და ვიდეო იქნება ისეთი, რომ ქართული ვიდეო ჩვეულებრივ უბრალოდ რადგან შემოსტუმარმა ქართული არ იცოდა, ისე მოგიწია და ის იყო ერთი ვიდეო და მორჩა. ესე მაგარია. მაგრამ სხვა შემთხვევაში არ არის მაგარი. ყოველ შემთხვევაში ცალკე ჩანელი ჯობია, მაგრამ თუ დამწყები ხარ, ძალიან ცუდია, ხო? ეგეთი, ნახე, ცალკე ჩანელი რაში გჭირდება. ანუ თუ ესე იგი მეორე ჩანელს აკეთებ და იქაც უნდა იმუშაო, როგორც აქ მუშაობ და მაგისტვის ხარ მზად? არა, მაგისტვის არ არა. ხო, დაიგიდე რა. ხო, მაგრამ მაშინ სხვა საქმეა. ხო, მაგრამ ძალიან მინდა გლობალური სტუმრები და უბრალოდ აი არიან რაღაც კონკრეტული ისეთი სტუმრები, რომლებსაც შეიძლება ქართულ ენაზე არ დააინტერესოთ რა. შეიძლება ისედაც არ დავაინტერესო, იმიტომ რომ 1000 გამწვავე წარმოყოფს ჯერ, მაგრამ კერტა დიდი ალბათობით ეს იქნება, მაგრამ იქნებ გამივარდეს. გამივარდეს და გამომივიდეს ეგ თემა. და აი არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნება რა. მაშინ უნდა აწყო მთელი სისტემა ისე, რომ შესაძლებლობა იყოს გავარდნის. შენ თუ ამ არხზე დადებ ინგლისურენოვან ვიდეოს, რომ შემოვა შენი 1000 გამოწელი და რომ გამორთავს, იმიტომ რომ არ დახვდება ქართულად იმას, რასაც ელოდებოდა. მაგ ვიდეოსაც აღარ აჩვენებს ისე გლობალზეც არავის, იმიტომ რომ შენ გამოწერებს თუ არ მოსწონს, სხვას რატომ უნდა მოეწონოს. ეგრე ჩაითვლება ალგორითმების დონეზე. და თან ეს ქართველებიც არ უყურებენ, იმიტომ რომ ქართული არ იქნება. და თუ შენ აპირებ რომ უცხოენოვანი სტუმრები ყავდეს და გააკეთებ უცხოენოვან არხს, რომელსაც აქვს შანსი რომ გავარდის ან მილიონ ნახვაზე დაუშვოთ. მაშინ მაგაზე ეგრე ცალკე უნდა იმუშაო. ამის გადაკვეთა არ შეიძლება. ხო, ნუ ეხა მაგაზე რომ ვისაუბროთ ძალიან ადრეა ჩემთვის ეგ, იმიტომ რომ ანუ ისედაც მართლა არ ვიცი როგორ წარმოუდგენიათ ადამიანებს, მაგრამ ძალიან დიდი შრომა სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს სტუდია არსებობს, ეს სტუდია რო არსებობდეს, ალბათ საერთოდ გავგიშდება. ხო, შენ რა გენაღლება, აქ მოდიხარ, განათებები გაქვს, კანონები გაქვს. კი, დათა არსებობს, რომელიც დამონტაჟებულს მიგზავნის. სხვა ადამიანის ზრუნავს იმაზე, რომ ხმა ჩაიწერება, კამერა არ გაჭედავს, არ გაიფრიზება. ზუსტად. ანუ ნებისმიერ იუთუბერს რო გითხო, ვინც ესე სახლიდან დაიწყო. აი როგორ რაღაცები აქვს ნაკეთები, იცი ამ ხმასთან და იმასთან და მეც აი რაღაცა სათლიდან რო განათებას აკეთებ, ესე რაღაცა LED ელიავზე ნაკიდი რაღაცეებით და მიკროფონი, რავი პოდკასტს რო იწეს 10 კაცი და ერთი როდიოს რაღაცა შვაში ესე. ან მობილურში არ რეკორდებს საერთოდ. და მე იქ კიდე რაღაცა არ იწერდა თურმე და ვიდეო თავიდან უნდა გადაიღო და ან ხმა არ გაქვს და რავი. კი. 1000 უყურება. ახლა ვერ ვიხსენებ რომელი იყო კრის უილიამსონი იყო თუ ჯო როგანი თუ საერთოდ სხვა პოდკასტერი რომელიც ესევე რაღაც $15 მიკროფონით იწყებდა დღეს ერთ მე მგონი ჯო როგანი იყო $15 მიკროფონი ერთი მიკროფონით წერდა პოდკასტს ასე რა და დღეს მე როცა ვიწყებდი ამ პოდკასტს და რაღაცა მომენტში რაღაც ფინანსური კრიზისი მქონდა და გადავიფიქრე სტუდიური მომენტი და ვაპირებდი აპლიკაციით ჩაწერას მარტო სპეციალური აპლიკაცია არსებობს რა პოდკასტერების და მიკაელა პიტერსონი მაგით წერს წლებია. ნუ ეხლა მგონი აღარ, მაგრამ ძალიან ბევრი წელი მაგ აპლიკაციით წერდა და ნუ ესეც ჩემს რამდენიმე სტუმარს პირობითად გავუჟღერე, რომ აი ვფიქრობ ესე თუ ესე და მათ შორის ონლაინ. ხო, აი ყველას ცოტა ესეთი მომენტები ქონდა, რომ აი ონლაინ ხო ცოტა რაღაცა უცნაურია რა, დაელოდე სტუდიას, აი ყველას ეგეთი რეაქცია ქონდა რა. არა და ამ დროს რო შეხედო გლობალურ პოდკასტერებს, საერთოდ არ აქვს ესეთი იდეალური სტანდარტები, როგორიც ჩვენ გვაქვს. ნახე, აი თავიდან ხო მაგაზე დავიწყეთ ლაპარაკი რომ ხალისხი რამდენად მოქმედებს და რაღაც რა. შენ რადგან მოუბრუნდი მაგ თემას, მოდი კიდე მეც რაღაცებს ვიტყვი. ნახე, ეხლა ჩვენ რომ ლაპარაკობთ. ამ ლაპარაკის აზრი რაში მდგომარეობს? რომ ვიღაცა ჩართოს ეს ვიდეო ან თუ მარტო აუდიო დაიდება სადმე აუდიო მოისმინოს და რაღაცა გაიგო საინტერესო, ხო? ანუ პოდკასტის აზრი ალბათ ეგ არის. სად არის აქ ახლა ამ ყველაფერში ეს ხო მთავარი აზრი ვთქვით. სად არის აქ კამერის ხარისხი?
შეიძლება აუდიო პოდკასტიც იყოს მხოლოდ. მიკროფონის ფასით არაფერ შუაშია, ან თუ გასაგებად ეხა ესმის იმ ადამიანს არ გჭირდება რა მეტი ისა. სტუდიას კიდე რავი, თავარია რაღაც მანქანის ხმა შემოდიოდეს და რაღაცა ეგიც რო შემოდიოდეს, დამწყებებს ეგიც ეპატიება. ანუ რო იწყებ, ანუ ყველაფერი გეპატიება. ანუ შეუძლებელია რაღაცა გააკეთო ისეთი რაც არ გეპატიება. აი მაგალითად ედიტი არ იცი და უშუალოდ საერთოდ ვიდეოს გაჭრას არ იცი, ხო? ანუ ეს ვიდეოს იღებ და მანქანამ გაიარა. და ეს კამერაში ელოდები, მანქანა როდის გაივლის. და ამას ვიდეოში ტოვებ. რამდენიმე წუთს. ანუ ესეც ოკეია. და ეს თუ ოკეია, მაშინ ყველაფერი ოკეია, იმიტომ რომ მე ვჭირი საშინო. არ არსებობს მეტი მაგაზე შორტებს. კიდე რა ვთქვა, არ ვიცი. ხო, მე მგონი ცოტათი გადამეპირე შენსაც. იცი რა მინდა კითხო, მე მაინტერესებს ალბათ და ბევრს ალბათ როგორი არის რეალურად ქართველი იუთუბერის ცხოვრება. აი შენს ბექში რა ხდება? თუნდაც როგორ გეგმავ შენს დღეს პირობითად, იმიტომ რომ გვერდიდან ვიღაცისთვის რაც ცოტათი შევეხა ჩვენ ამ თემას, შეიძლება ჩანდეს რომ ეს ყველაფერი ძალიან მარტივია. დაჯდა რა ვიდეო გადაიღო დიდი ამბავი ახლა და ამ დროს time management-ი შენი დასარეგულირებელია, ეფექტურობა შენი დასარეგულირებელია, კომუნიკაციები. არ ვიცი, შენ გუნდი ხო არ ყავს შენი თაკეთებ მარტო ხო ეგრეა? თუ რთები ედიტორი მეხმარებიან, მაგრამ ედიტორიც ყავს, მაგრამ ანუ ისე ედიტორი როგორ ყავს. და მანდა შენ ეკეთებ ხოლმე რაღაცებს მახსოვს თამამელებს რაღაც. ანუ რაც შეიძლება იყოს დროში ეფექტური. დროში შემცირება და დაგეგმადი, მაგას დაუშვათ ედიტორი აკეთებს, მაგრამ ნებისმიერ ვიდეოს შეიძლება მე რამდენიმე საათი მაინც ვაედიტებ, იმიტომ რომ იქ რაღაცა ჩემს სიტყვაზე სად ზუმი გაკეთე და სხვა რაღაცა, ანუ ეგ ხოლმე რაღაც ცნობილობის დონეზე მე ვიცი და სხვას ესე ვერც ავუხსნი მაგას. უფრო მეტი დრო უნდა დახარჯო. ხო, აი როგორი არის ქართველი იუთუბერის და კერძოდ ჰიტას ბექი. იცი სხვა იუთუბერებზეც ვიცი როგორია და ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და მოდი იმათმა რომოიწო მე თვითონ გითხრა. მე გეტყვი ჩემსას. აი მაგალითად ნახე მე მეზახიან OG style YouTubers, რადგან ეს OG style ნიშნავს, რომ რაღაც როგორც დაიწყო YouTuber-ობა, როგორც შეიქმნა, რომ ეს კომპიუტერთან ზიხარ, რაც გევასება იმას აკეთებ და ვიღაცა ადამიანებსაც თურმე ევასება მაგის ნახვა. ანუ მე არ მაქვს კონტენტი საერთოდ, არც ვიღებ არაფერს იმისთვის, რომ გამომივიდეს კონტენტი. ანუ ცხოვრებაში პირიქით შვები, რასაც ისედაც ვაკეთებ, მაქედან გამომყავს კონტენტი. ანუ მე არ წავალ სამოგზაუროდ იმისთვის, რომ ვიდეო გადავიღო. მაგრამ თუ წავედი სამოგზაუროდ, დიდი ალბათობით ვიდეოსაც გადავიღებ, თუ არ დამიზარა. ეს მიმი გამახსენდა, ხო იცი, don't love your job, job your love. აი ეგ არის ზუსტად. ხო, მართლა იგივე ვარ. ანუ ყველაფერს ეგრე ვაკეთებ. YouTube-ს რაც ეხება რა. ანუ სულ ერთი უცნაური რაღაცა კიდე რაც არის, სულ ვიცი რაც გადავიღებ შემდეგ ვიდეოს. შეიძლება მაქსიმუმ მეორე ვიდეო ვიცოდე კიდე. და თან ეს ვიდეოები საერთოდ ქაოსურია. შეიძლება რაღაც მონიტორის განხილვა გადავიღო, შეიძლება სოკრატეზე ვილაპარაკო, ან კვანტურ ფიზიკაზე, ან რავი, სასამე გავისერნო ფეხით. რაც იშვიათია. ხო და აქედან გამომდინარე ცხოვრებაში რასაც ვაკეთებ, იქედან ჩემი გონება სულ ეს რაღაცებს აკონვერტირებს, ეხა აქედან თუ გამოვიდოდა კარგი ვიდეო, ან აქედან და თვეში 4 ან 5 ვიდეოს ვიღებ ხოლმე. და გააჩნია რა ვიდეოს ვიღებ, მაგის მიხედვით ძალიან განსხვავდება ეს მოსამზადებელი სამუშაო თუ რაღაცა. აი მაგალითად, რადგან ეგრე ვიყავი freestyle-ზე, ასე ვთქვათ, ეს Facebook მიმები ჯგუფი მაქვს, ამერიკელი იუთუბერებს სულ Reddit-ი აქვს, მაგრამ Reddit-ი აქ არ მუშაობს. მე არ მიყვარს. ძალიან. ხო, მეც არ მიყვარს ქართულად, არ მიყვარს საერთოდ. და Facebook ჯგუფში ჩემი გამომწერები გზავნიან მიმებს, ფოტოებს, ვიდეოებს, რაღაცეებს, რაზეც უნდათ რომ მე დავარიაქტო. და ერთ-ერთ კონტენტად ეგ მოვიფიქრე, უბრალოდ მოგაფიქრები. ანუ სხვა ამერიკაში საკეთებდნენ მაგას იუთუბერები და ანუ ზოგადად რომ იუთუბერი თავის კომუნიტისთან ერთად რაღაცებს აკეთებს და მაგაზე ვიდეოებს იღებს, ეგ ყველაზე მაგარი რაღაცაა ჩემი აზრით რა და იმიტომ რომ მე რო რაღაცას ვიტყვი, ამაზე რომ ვიღაცა იხუმრებს, ისე რომ აქ ძალიან დიდი ურთიერთპატივისცემა და თელი ბევრი რაღაცაა კიდე ემოციების დონეზე.
ანუ რაღაცას რო ვაკეთებთ ეს ერთად. ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება. რომ აი 100,000 ადამიანია იმ ჯგუფში და იქ რამდენიმე 1000 ადამიანი რაღაცებს პოსტავს აშიარებს და მე იქიდან რაღაცა ნაწილი კიდე ვიდეოში ხდება. და ამ ვიდეოს გასაღებად მე მჭირდება რომ უბრალოდ შევიდე იქ და ადამიანებს რომელსაც მე ვევასები და კიდე ერთმანეთი ევასებათ რადგან საერთო ინტერესები არის ბევრი ამ დაგროვილი გამოცდილების ხარჯზე ისეთ რაღაცებზე ხუმრობთ რაც ისედაც მიყვარს ანუ ვიდეოებს რო არ ვიღებდე მან ხოვნა ისედაც გამიხარდებოდა იმიტომ რომ მაგარია და მე მაგაზე ვიღებ ვიდეოებს და ეგეთი ვიდეოს გადაღებისთვის მაგალითად არ მჭირდება არანაირი რესურსი შემიძლია ესე კომპიუტერთან ვიჯდე ყველაფერი მაგისი აწყობილი რომ ეს ერთი კნოპით განათებაც ირთვება, კამერაც ირთვება, იმ კამერას მე მონიტორზე ვხედავ რა ზარეკორდებს და თან იქ დესკტოპიც რეკორდდება. და საერთოდ არ მჭირდება არანაირი მომზადება ეგეთი ვიდეოს გადასაღებად. და მქონია ვიდეოები, რომელზეც მიმუშავია დაახლოებით 5-6 თვე. იმიტომ რომ ისეთ თემებზე ვიღებდი, რომელიც შეიძლება კარგად არ ვიცოდი. მე ამ ხალ აუდიტორია რო ყავს იქ პასუხისმგებლობა დიდია, რაღაც ფაქტორული შეცდომები, რაღაცეები არ უნდა დაუშვა და თან ის რა არის, რაც დამაინტერესებს ცხოვრებაში. მაგაზე ვიღებ სულ, ანუ რაღაცა ვიდეოები თუ დავდე და ბევრი ნახვა აქ, მაგის გამო აღარ ვაგრძელებ ნახვების გამო რა. აი მაგალითად პირველად გამივარდა საერთოდ ის ოპტიკური ილუზიები. იმიტომ რომ ძალიან დამივესად რო აღმოჩნდა როგორ ყუდებოდა ადამიანის გონება რაღაცა მარტივი რაღაცეებით. და რამდენიმე ვიდეო მაგაზე გადავიღე, ან 9 მილიონამდე ნახვები აქვს ყველა ეპიზოდს, მაგრამ ეხლა აღარ მაინტერესებს ის ოპტიკური ილუზიები და აღარ გადამეიღია წლებია. ესე ეხლა რაღაც ატომური ბომბები მაინტერესა, მეთქი რომ ქვეყანას რამდენი აქვს რა არის ეს ატომური ბომბების ატომური ქვეყნების ლიგა, საერთოდ როგორ მოიგონეს და ეს ყველაფერი შემდეგ ერთ ვიდეოს შევკარი და დავდი. და აი ეს შინაგანად რაც მაინტერესებს იმ თემებიდან გამომყავს ვიდეოები. სანამ მაინტერესებს, მანამდე ვიღებ მაგ თემაზე და სულ ასე. აი მე ვარ ხა მაგალითად ალპინიზმზე ვარ მასე და რაღაცნაირად მინდოდა რომ მაგრამ არ ვარ დარწმუნებული YouTube-ზე მინდა თუ არა მაგ კონტენტ ლაინის დამატება და შენი აზრიც მაინტერესებს, იმიტომ რომ ვარდასანიძესთან რო იყავი პოდკასტში მახსოვს თქვი რომ საშუალო ხანგრძლივობები ვიდეოს უნდა გქონდეს ერთი და იგივე პირობდეთ ახლა თუ მოქვს 2 საათიანი პოდკასტები ან საათნახევრიანი და უცებ ჩავწერ 9 საათიანი ვიდეო ალპინიზმზე ალგორითმისთვის ცუდი იქნება? თუ პირიქით შეიძლება ამან დამატებითი კონტენტ ლაინი შექმნას, რითიც დავასტიმულირო აუდიტორიის ინტერესი. ნახე როგორ იქნება. თუ შენ ერთ ვიდეოს გადაიღებ ეგრე 9 საათიან ალპინიზმზე ანუ სერიას რა რაღაც არა მარტო მაგ თემას რა თემებზეც მაინტერესებს როგორც შენ აკეთებ. ხო, ნახე შენ თუ დაამატებ რუბრიკას. შენ თუ ესე წარმოვიდგენ ამ ყველაფერს რომ პოდკასტები დარჩება ერთი პლეილისტი შენ სახზე და მეორე პლეილისტს ამატებ სადაც პირობითად 9 საათიან ვიდეოებს იღებს სხვადასხვა თემაზე. ეს ოკეია და ფაქტობრივად ორი პლეილისტი გაქვს და ერთ არხზე და ეგრე მაგარია. იდეალურ ვერსიაში ზოგადად პოდკასტების არხი ცალკე უნდა იყოს, მაგრამ აქ მე სხვა ბევრი პრობლემა შემოდის. რომ ყველა არხს რაღაც მოვლა ჭირდება ვიდეო თუ დაიგვიანა იქ მე ბევრ რაღაცაზე მოქმედებს და ეგრე იდეალურად რადგან არ არის, ერთ არხზე რო ეგრე რამდენიმე კონტენტი გქონდეს, ეგეც ჩვეულებრივად მუშაობს და მაგარია. მაგრამ ზოგადად პოდკასტი ცალკე არის ხოლმე. და იცი რა მაინტერესებს კონკრეტულ დღეებში რო არ ვდებ, ანუ ეგ პრობლემა არის, ან ის თქმა უნდა, ჯერ თითქოს ვტესტავ რა, რომელი დღე უფრო მომწონს ჩემთვის, რომელი უფრო მისაღები აუდიტორია, რომელ დღეებში აქტიური და ეგ სულ ერთია. ანუ ნახე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდის დებ ვიდეოს. ეგ ნახე თუ ვიდეო დადი არასწორ დროს, შეიძლება ძალიან მაგარი ვიდეო მოკლა, მაგით. და ბევრმა იუთუბერმა ბევრი სხვადასხვა ტექნიკა და გამოცდილება და რაღაცა იცის მაგასთან დაკავშირებით, რომელ დღეს უნდა და რომელ საათზე იქ რაღაცა ნაკრების თამაში ხო არ ემთხვევა, ან წვიმა თუა უფრო მეტი ხალხია სახლში და ბევრი უამრავი ნიუანსია. შაბათ-კვირა თუა დასვენების დღე ხო არ არის, ზაფხულზე ხალხი რო დასასვენებლად მიდის, იქ სხვა დღის გრაფიკია და ადამიანების სხვა მომენტში არიან YouTube-ზე უფრო აქტიურები და ესეთი უამრავი ნიუანსია. და ამათი გათვალისწინება ყოველთვის კარგია და პროდუქტიულია თუ სწორად გათვალე. მაგრამ
ის მომენტი რომ მაგალითად სამშაბათობით დევდე სულ ერთი და იგივე დღეს ან რაღაცა ეგ არის სისულელე ანუ ეგ არასწორი მიმართულება არაფერში არ არის პროდუქტიული და რომც დაიწყო ეგრე კეთება მაინც ცუდად იმუშავებს შენც დაისტრესები შენი აუდიტორიაც გაგლანძღავს თუ დაიგვიანე იმიტომ რომ იქ შეიძლება რენდერმა დაიგვიანოს ან დენი შუქი წავიდეს ან რაღაცა მოხდეს და დაგაგვიანდება მაინც შეუძლებელია როგორ დაგაგვიანდეს და ეგ სტრესი შენთვისაც იქნება შენი აუდიტორიისთვისაც იქნება უარყოფითი ფიდბექი და თან ყველაზე მთავარი რაც არის რაციონალური არ არის ანუ შეუძლებელია YouTube-ის სისტემა თუ გესმის უნდა გიცოდე რომ ადამიანები არ ელოდებიან როდის ატვირთავ ვიდეოს ანუ არ არსებობს ეხლა YouTube-ი რომ ეს ამ დღეს ამ საათზე დევს ანუ თუ არის ეგეთი რამე ძალიან გამონაკლისია და სხვა რაღაცეების გამო არის პროდუქტიული და პოდკასტები ზოგი ეგრეა მაგალითად კონკრეტულად 4 შაბათს რაღაც საათზე დებენ მაგალითად და მე ვერ ჩამოყალიბდი ეგ კარგი იყო თუ ცუდი რომ ეგრევდებდი რომელი პოდკასტები ეგრე ლაივ პოდკასტები ლაივი თუ არის ეგ სხვა ამბავია ლაივ პოდკასტი აუცილებლად ერთი და იგივე დროს და ერთი და იგივე საათზე უნდა იყოს და მაგალითად იგივე კაცმანი იგივე ცოდნის მოყვარე ერთსა და იმავე დღეებში დებენ ხოლმე პირობთ 4 შაბათია უბრალოდ ანუ სუბიექტური არჩევანია ეგ ეხლა სხვადასხვა დღეს რო დადო რა უფრო მეტი ნახვა იქნება არ ვიცი მე ვიცი და არ იქნება აი რამდენიმე კითხვასაც დაგისვა YouTube-ის გარშემო, იმიტომ რომ YouTube-ზე ისედაც ყველა მაგ თემაზე გიწევს, ანუ ექსპერტი ხარ გავიგეთ გაგების დონეზე, მაგრამ როგორც გითხარი, რამდენი შენი პოდკასტიც არ ვნახე, ყველგან მაინც გარდა მილენიალი არის, მე მგონი არხი მაგის გარდა და დანარჩენი მე მგონი არსად ისე ძალიან არ ჩანდა შენი პერსონა გამოკვეთილად. ეს არ ვიცი, შენი არჩევანია თუ ეს იმ ჰოსტების არჩევანია, რომლებიც ამ მიმართულებით დიდად არ წავიდნენ. YouTube-ზე საუბრისას გამორიცხულია სპონსორების თემას არ შევეხოთ, იმიტომ რომ ყველას ეგაღელვებს თვითონ იუთუბერებსაც, აუდიტორიასაც, პოტენციურ მომავალ იუთუბერებსაც, ვისაც დაწყებენ და ალბათ თვითონ სპონსორებსაც. უბრალოდ მე ორი მიმართულება მაინტერესებს მან ერთი შენობა უფრო იზრდება ის სპონსორების წილი YouTube-ზე და კარგი ხანგრძლივი თანამშრომლობისკენ მიდის საქმე და აი ამაზე მინდა რომ ჩაშალო და მეორე მინდა რომ მეორე მხარე რაც მინდა რომ პირობდეთ დამწყებ იუთუბერებს რამდენად პერსპექტივა აქვთ ან როგორ მივიდნენ სპონსორებთან აი ეგეც რომ ვისაუბროთ და მესამეს, კაი მე მაგას მე გეკითხა. ოკეი. მოდი ესე შევაჯამოთ რა. სპონსორებისთვის იუთუბერები უნდა ყოფილიყვნენ ყოველთვის ყველაზე სასურველი აქტივი. იმიტომ რომ იმ ხელა ძალაუფლება გააჩნია YouTube-ზე გაკეთებულ რეკლამას. ეგ ცოტა overrated არ არის? აი კაკოსაც ვკითხე. ეგ არის ძალიან underrated. ნახე მოდი ვეცები რაღაცნაირად ისე ახსნა რომ შენც დამეთანხმო ამაში მაგრამ ეგ რო ახსნათ მაგაზე კიდე ცალკე პოდკასტი უნდა მიუძღვნათ ანუ YouTube-ზე რეკლამას ამხელა ზოგადად ტრადიცია რომ შენ სერიები გაქვს ხოლმე ყველა პოდკასტებში და აქაც დავამკვიდროთ ეგ ისა ეგ ძალიან აბსაიდან დავიწყე ხა მაგის ახსნა ვერც ვფიქრობ იცი რა მოდი ესე ვთქვათ ამერიკაში იუთუბერებთან რეკლამის მიტანა ასე ვთქვათ სადღაც 7 წლის წინ შეუძლებელი გახდა იმიტომ რომ იუთუბერები აიხსნენ რეკლამებით და იმდენად გაძვირდა და იმდენად დიდრებიც გახდნენ თვითონ იუთუბერების სპონსორების გარდაც თუნდაც მონეტიზაციით რომ სპონსორობა არ გახდა საინტერესო თვითონ იუთუბერებს. აი ბოდი შეგაწყვეტნებ ერთ რაღაცას უბრალოდ აქცენტი მინდა რომ კიდე მაგაზეც გააკეთო მაშინ ამერიკა ერთი რომ დიდი ბაზარია ორი რომ ამერიკაში ძირითადად ინფლუენსერებს და მათ შორის იუთუბერებს თავის პირადი ბრენდის პროდუქტებს ავითარებენ ეს შეიძლება იყოს კურსი ეს შეიძლება იყოს პირობდე ნიუსლეთერში ინტეგრაცია დამატებითი მონეტიზაციის აქტივობები აქვს გარდა YouTube-ისა და მესამე მსყიდველუნარიანობა აუდიტორიის ეგეც მაღალია და ლოიალობა რა მსყიდველუნარიანობის მიმართ და მაგას შევეთანხმები? ნახე, აქ უფრო ლოიალურია. აქ აი მაგალითად, ნახე ვერ აგიხსნის პირდაპირ მაგალითით, მაგრამ აი დონაცია ხო იცი რაც არის? აი ამერიკელებს პოდკასტებში ან სტრიმერებს ხო დონატებენ.
აი ეგ პროცენტი რომ შეადარო რამდენიც უდონატებენ ამერიკელებს და რამდენიც უდონატებენ ქართველებს, ანუ ქართველებთან შეიძლება იყოს 10,000% მეტი. და მაშინ ახლა გეკითხები რომ ქართველებს უფრო აქვს დონაციის საშუალება თუ ამერიკელებს. გასაგებია. და ეს ახლა რაც დონაციაში რაც ჩანს, ანუ დონაციას როდის აკეთებ, რომ ვისაც უყურებ, იმას პატივს ცემ და გიყვარს. და რაღაცა ვცდილობ, რომ რაღაცა შემატო შენი ჯივიდან ან რაღაცა ემოციურად ან კომენტარით ან რაღაცით. და ეს ანუ ქართველებს რაღაც ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე, გაზვიადებულად კარგად დიდი დოზი თქვა, ასე ვთქვათ რა. და იმ თემას მოდი მართლა არ შევეხოთ, ანუ YouTube-ზე რეკლამა რამდენად კარგია, იმიტომ რომ ბევრი შეიძლება რაღაც მოიძიონ მაგაზეც. თუ გინდა მე მართლა რაღაც კიდე ეპიზოდი ჩავწეროთ მაგაზეც, სადაც თავიდან ბოლომდე ავხსნით, მაგრამ მოდი ვთქვათ ბაზარზე რა ხდება ახლა. ანუ ბაზარზე კომპანიები მაგას ხვდებიან, ამერიკაში რაც მოხდა, აქ უბრალოდ დაგვიანებით ხდება. ეხლა უკვე ქართველი დიდი იუთუბერები სავსე არიან, ამ სავსეს ნიშნავს, რომ შენ როგორც კომპანია რომ მიხვიდე და დიდი ბიუჯეტითაც მიხვიდე. შეიძლება მაინც ვერ ჩაგსვას, იმიტომ რომ 4 სპონსორი ყავს, რომელთანაც ერთწლიანი კონტრაქტები აქვს რა. და კიდე ხა მე-5 და მე-6-ს და მე-7-ს ვეღარ შვები. და ეგ ხდება ეხლა უკვე. ანუ წელს 2025 წლიდან ქართველი კომპანიები მიხვდნენ იმას, რომ იუთუბერებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა არის ძალიან კარგი. მანამდე ეგრე არ იყო, მანამდე ჯერ იმას მიხვდებოდნენ, რომ საერთოდ კარგია, მაგამდეც დიდი დრო გავიდა. მაგას რომ მიხვდნენ, მე მიხვდნენ, რომ ეხლა გრძელვადიანად უფრო კარგია. და ეხლა უკვე ეგ პერიოდი დაიწყო, რომ ყველა დიდი იუთუბერს, ეხლა ჩვენ ვიზით ვისაუბრეთ ამ ვიდეოში, უმეტესობა მათგანს ექნება მინიმუმ ერთწლიანი კონტრაქტები ქართულ დიდ კომპანიებთან, ან შეიძლება უცხოურთანაც. მეტა მაგარია. ეს ამ სფეროს რაღაც ახალ საფეხურზე გადასვლასაც ნიშნავს. მაგრამ სპონსორებთან მიმართებაში ეგ ნიშნავს ესეთ რაღაცას, რომ დიდი იუთუბერები თუ სპონსორები შეიუსნენ. ანუ ნახე, ესე რო შევაჭამოთ რა. იუთუბერის დასპონსორება კომპანიისთვის აუცილებელი კი არ არის, ფუფუნება არის უფრო. ანუ შენს კომპანიას თუ აქვს იმის რესურსი, რომ შენ იუთუბერთან ითანამშრომლო, ეს არის შენი კომპანიისთვის ფუფუნება. იმიტომ რომ ძვირი ღირს. მეგონა დიდი კომპანიები ტრიალებენ მარტო და აი მაგაზეც. ხო, იმიტომ რომ ანუ ისე გაძვირდება კიდე უფრო. რომ აი სხვა გზა არ იქნება, სხვა შესაძლებლობა. ეგრე ინფლუენს მარკეტინგიც ძალიან გაძვირებულია, მაგრამ ეფექტურობა ისეთიც არ არის, როგორიც უნდა იყოს წესით და რიგით. რაც კიდევ ერთხელ აფერხებს ხოლმე ბიზნესებს და ინფლუენს მარკეტინგი არის საერთოდ სხვა თემა და ანუ ეს იუთუბერობა საერთოდ სხვა თემა არის. ანუ ინფლუენსერთან ახლა რავი რაც არ უნდა დიდი კომპანია იყო და რაც არ უნდა დიდი ინფლუენსერი იყოს, რავი 5 წლიან კონტრაქტს წარმოუდგენია ვინმე დებდეს, ხო? ანუ სულ არის რაღაც per project ან რაღაც აქცია ან რაღაცა და awareness-ისთვის და რაღაცების გასაყიდად მაგარია, მაგრამ YouTube-ი მაგისთვის არც არის მაგარი, ანუ YouTube-ზე გჭირდება რა და რა არის მაგარი, ნახე. შენ რო ვიღაცა YouTuber-ს უყურებ, მის სპონსორს აღიქვამ როგორც შენს მეგობარს. ხო, ეგ მაგას. ხო, ეგ მithons სხვაგანაც, მაგრამ ეგ შემდეგ რო გაშალო ბრენდის დონეზე და მარკეტერების დონეზე და ზოგადად მარკეტინგის როგორც ფილოსოფიის თუნდაც ან მეცნიერების ეგ ყველაფერს ცulis. ნუ იმპრეშენია უფრო, ვიდრე მაგალითად მომენტალური გაყიდვები რა და ხანდახან მე მაინც მგონია რომ ბიზნეს ხანდახან მომენტალური გაყიდვა უფრო აინტერესებს ხოლმე, მაგრამ გააჩნია ბიზნეს. თუ დიდი ბრენდია და უბრალოდ მისთვის რეპუტაციული მომენტია და რადგან YouTube-ზე ერთად დიდი ბრენდები ტრიალებენ, მაშინ ხო გაყიდვები ნაკლებ მნიშვნელოვანი ის ხდება მიზანი. მაგრამ საშუალო ბრენდებს შემოსვლა უჭირთ მაგის ხო, აი გააჩნია რაღაც პრომოუშენის ტიპს მაგალითად რა. YouTube-ზე შეიძლება ისეთი რაღაც აქტივობა გააკეთო, რომ გაყიდვებზე ძალიან დიდი იმოქმედოს, აი საერთოდ გაყიდო საერთოდ ტელეკომპანია, რაც კი კონდათ მარკეტინგი. ეგეთი საერთოდ კაცის ის მახსენდება ბურგერებზე რო იყო და მახსოვს რომ ჩემ მერე მთლიანად მოიყიდა кайხანი ეს არ იყო. იცი ეგეთი რაღაცები ეს პოდკასტებში არ მოყოლია აქამდე, მაგრამ ეს ერთმანეთში ხო საუბრობთ და ყველა იუთუბერს აქვს ეგეთი ისა რა გამოცდილება. აი შე რაღაცა სასმელი რო გაგირეკლამებია ვიდეოში, გაგირეკლამებია ეს რაღაცა. გითანამშრომლია ბრენდთან, სასმელის ბრენდთან და ის სასმელი გამქრალია მთელ საქართველოში.
და ესეთი ყოფილა ციფრულ პროდუქტებზეც და ყველაფერზე საერთოდ რაც არსებობს რა. აი შენი кейსი თუ შეგვიძლია რა გაგზიარო რამე ერთი მაგალითად. ჩემი кейსი რომელი გაგიზიაროთ? აი მაგალითად იმ ბრენდებისგან არ მაქვს ხან ნებართვა რომ ესე თქვა, მაგრამ აი აპლიკაციაზე გეტყვი რა. იყო აპლიკაცია, რომელიც საერთოდ არავინ არ იცოდა, მე და ერთმა იუთუბერმა კიდე გავარეკლამეთ, ანუ სულ ორი იუთუბერის თითო ვიდეოში იყო ეს აპლიკაცია. და მომდენო დაახლოებით 9 წელი ამ აპლიკაციამ გადმოწერებში გაასწრო Glovo-ს, Wolt-ს, ბანკებს, ტაქსებს და ყველაფერს. და ტრენდინგებში იყო პირველ ადგილზე. და ესეთი кейსებით არის სავსე ეს. ეს რა მაინტერესებს? ეგეთ кейსების გამოტანა რატო არ ხდება როგორც success story-ების? ბრენდებს არ უნდათ ამის აფიშირება? მე მგონი არც მიუქცევია მაგისთვის ყურადღება ეს. არ და ძალიან მეტრიკა, მით უმეტეს ეს არგუმენტაციის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ერთი რაც მახსენდება კიდე აი ნატახტარი თანამშრომლობდა ძალიან ბევრი იუთუბერთან. და ეს პირველად დაიწყეს დაახლოებით 4 წლის წინ. და პირველად როცა ნატახტარი გამოჩნდა YouTube-ზე, ნატახტარის გაყიდვები გაიზარდა 27%-ით. იმ თვეში გასულ იმ თვესთან შედარებით რა, გასული წლის იმ თვესთან შედარებით. და თან რაღაც ბევრი სხვადასხვა ტიპის ხო არის, მაგალითად ქილის დიდ იმაში შუშის ბოთლის ჩამოსასხმელი და რაღაც. და მხოლოდ იმაზე გაიზარდა, რომელზეც YouTube-ზე იყო შემოსული რა, რომლითაც. და ეგრე კიდე ძალიან ბევრია უბრალოდ ეხა ეგ ძალიან საინტერესოა. ან მაგალითად კიდე ჩემ პირადზე რადგან მკითხე კიდე გამახსენდა მაგალითად ესეთი მსოფლიოში უდიდესი კომპანიის კრიპტოსაფულე იყო ბრენდი, რომელთანაც თანამშრომლობდი. და როცა ის იცი რა არის კრიპტოსაფულე რო გააკეთო, მაგისთვის გჭირდება შენი პირადობა შეიყვანო და ასკანერო იქ სახის ესეთი რაღაცები გააკეთო და ადამიანი რო დარეგისტრდეს დიდი პროცედურების გავლა საჭირო. და როცა ვიდეო დავდე, რომელსაც სულ ჰქონდა 20,000 ნახვა, იმ დღეს 3,000 მაკაცმა გააკეთა საფულე. და ის გააკეთა იმ ლინკით, რომელიც ვიდეოს აღწერაში იყო. UTM იყო და განახეს. და ეს და ის რა იმ ბრენდს 3,000 იუზერის დამატება ჰქონდა მთელი წლის KPI-ში. რომელიც ერთ საღამოში მოხდა ისეთი ვიდეოდან, რომელსაც ბევრი ნახვაც არ ქონია. და ეხლა კიდე ცოტა გონება რო დავძოვ, კიდე სხვა სფეროსაც გავიხსენებ. კარგი, და რადგან სპონსორებს ვსაუბრობთ, მესამე თემა რადგან გითხარი გავაჟღერებ თქო, ეს არის არ ვიცი რამდენად ეთიკურია ოღონდ შენთან, იმიტომ რომ რაც ვნახე შენი ვიდეოები, თითქოს შენ არ ყავს ეგ სპონსორი რა, გულისხმობ გემბლინგის კომპანიებს რა. იმიტომ რომ YouTube-ზე თუ კი რომელიმე დიდი არხი არსებობს ან თუნდაც საშუალო, ყველგან შემოდის გემბლინგი, იმიტომ რომ ზოგადად წესით ქალაქში ხო აკრძალულია გემბლინგის და მსგავსი მიმართულების რეკლამა და მთლიანად ინტერნეტში არიან წასულები რა. და მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებიც ახალგაზრდებისთვის არიან რაღაცნაირად მისაბაძები გემბლინგს რო არეკლამებენ, ჩემთვის ცოტა სენსიტივი. არ ვკიცხავ ბოლომდე, იმიტომ რომ სადღაც მესმის, მაგრამ აი ცოტა საკუთარ თავთან ბრძოლა მაქვს მაგ ნაწილში, ანუ სწორია ეს მორალურ-ეთიკური გადმოსახედიდან თუ არა. აი შენ რას ფიქრობ ზოგადად? თვითონ კრეატორები შეაფასე, უბრალოდ თვითონ ის ფაქტი, რომ გემბლინგი ესე აქტიურად არის YouTube-ზე და შენი მონაყოლიდან ხვდები, რომ ახლა სხვა კომპანიები შემოდიან, მაგრამ ჩემი კითხვა ის იყო, რომ ესეთი დომინანტი გემბლინგი როა. კარგი, გავიგეკითხა. ნახე, რაღაცა ის მორალურ ჭრილში მე ვერავის ვერ განვიხილავ. მე მორალურ ჭრილში შემიძლია მხოლოდ საკუთარ თავი განვიხილო და მე თვითონ მაქედან გამომდინარე ჩემ თავზე მივიღო გადაწყვეტილება. მე მითანამშრომლი ადრე ბეთებთან, ოღონდ ეს იყო სპორტული ჟურნალის კუთხით და ზოგადად ეგრეთ თანამშრომლობენ, მარტო მე კი არა, ყველა იუთუბერები ვინც არის, ეგრეთ თანამშრომლობენ და პრაქტიკაა. ბეთებმაც იცი, ანუ ესე პირდაპირ ბეთინგით ვერ შემოვლენ, კანონის მიხედვით არის ეგ დარეგულირებული თუ რის მიხედვით ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეგრე ხდება რა. და ნახე ეს ეგ რო ახსნათ კიდე მორალური ნაწილი რო ახსნათ, რამდენად გამართლებულია დაუშვათ და რამდენად არა. მაგას ცალკე კიდე პოდკასტი ჭირდება, რომ თავიდან ბოლომდე ავიღოთ და მოვიდეთ აქამდე რატო ხდება ეგ და მაშინ უნდა დაიწყოს საერთოდ სპორტის არსებობიდან, იმიტომ რომ
თუ მაგალითად სპორტს უყურებ რაღაცას და იქ პროტესტი არ გიჩნდება, ეხლა ვიღაცა რო სპორტს აკომენტარებს, იმასთან რატო გიჩნდება? მაინც და მაინც, ანუ და კიდე ძალიან ბევრი თემაა, რომლის საინტერესოს გასვლა შეიძლება, მაგრამ მაგაზე საინტერესო და რასაც ამ პოდკასტში ჩემი აზრით კარგად მოვასწრებთ თუ ახსნათ, უფრო ის არის ბეთების ასეთი დომინაცია რატო არის YouTube-ზე. ანუ რადგან აიგზალა 2 წლის წინ დაახლოებით, მე მგონი, სხვა პლატფორმებზე ბეთების ყოფნა, ბეთების მარკეტერებს მოუწიათ მიიღოთ ჭკვიანური გადაწყვეტილებები, რომ რაღაც თამაშში დარჩენილიყვნენ თუ რაღაცა ეგრე. და ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ რაც ახლა ხდება და რაც ახლა იწყება YouTube-ზე, რომ ბევრი ბრენდი შემოდის და სხვადასხვა სფეროდან არიან ეს ბრენდები. ბეთები უბრალოდ იძულებულები გახდნენ, რომ ეგ ადრე ექნათ. და რადგან იძულებულები გახდნენ, რომ ადრე ექნათ, მაგიტო ყველაზე დიდზე გაიშალა. იმიტომ რომ სხვები ჯერ სხვაგან იყვნენ და სხვა რაღაცებზე ფიქრობდნენ. და ამან უბრალოდ გამოიწვია ის, რომ აი თითქმის ყველგან იყო ბეთი. ჩემი აზრით სამწუხაროდ. მაგრამ კარგია თუ დინამიკა ცოტა იცვლება. ანუ ნახე, ბეთების მარკეტერებს გარე ფაქტორების გამო მოუწიათ ადრე დაემოღამებინათ YouTube-ის ძალა თუ რაღაცა ეგეთი. ხო, ადაპტაცია მოუწიათ, თუმცა სხვა კომპანიები უბრალოდ დინებას მიყვებიან და იმათმა ცოტა ადრე ქნეს რა. კი. ზუსტად მაგ ადაპტაციური გადაწყვეტილების ამბავი მგონია ისიც, რომ კორპორატიული კულტურა აქვთ შიდა ძალიან მაგარი, რის გამოც ანუ აღარ ტეხავს ის, რომ პირობითად ახალგაზრდებს შორის რომ იმუშაონ გემბლინგის კომპანიებში, იმიტომ რომ იციან, რომ არის სუპერ კორპორატიული კულტურა, კარგი ხელფასები, კარგად დაწინაურდებიან და ახალგაზრდისთვის ეს ძალიან ისეთი ღირებულებებია რა. ნახე, YouTuber-ებისთვისაც იდეალურია, იცი? ანუ რადგან იმათ უწევთ, რომ იყვნენ ჭკვიანები, სხვა გზა არ არის. YouTuber-ებისთვისაც ბეთები ყოველთვის იყვნენ, ბევრი გამოცდილება მომისმენია, ხო? ანუ სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობის და სხვადასხვა სეგმენტიდან. ბეთების მარკეტერები ყოველთვის ყველაზე მაგარი ტიპები არიან. იმიტომ რომ ზუსტად ისე გემუშავებიან, რომ შენ არც კონტენტში ერევიან დაუშვათ, არც ბევრ რაღაცაში ანუ რაღაც იციან შენ მიხარ, როგორი აუდიტორია ყავს და თავისი რაღაცა მოკლე ბრიფიც აქვთ რა. და სხვა კომპანიასთან თუ შეიძლება რაღაცა ქათი 12-ჯერ ჩაასწორო, იმიტომ რომ ბრენდი მარკეტერები ალბათ სააგენტოებთან მუშაობას აი რა იცი, აი სააგენტოებთან როგორც თანამშრომლობენ, იგივე პრინციპით გამოდიან ინფლუენსერებთანაც, ან კრეატორებთან, როგორც დაუძახებთ. და სააგენტოს რაღაცა დაკვეთას რო აძლევდა იქ მერე ის რაღაც ის ჩასწორება და ის კიდევ ჩასწორება და ეს გრძელდება დიდხანს, ანუ YouTube-ზე ეგ არ უნდა იყოს. და სხვათა შორის ამ სპონსორებზე რადგან ვსაუბრობთ, კიდე აქეთ ამ ხრიდანაც უკვე YouTuber-ებს აქვთ იმის ფუფუნება ხშირ შემთხვევაში, რომ კომპანიები აირჩიონ კომუნიკაციის ხარისხის საფუძველზე. და ესეც ერთ-ერთი კრიტერიუმია, ხო, ანუ რომელ ბრენდთან ითანამშრომლო, ანუ იმ ადამიანთან ურთიერთობა იყოს საინტერესო და სასიამოვნო, ვისთანაც კომუნიკაცია გიწევს, ხო და ეს არ არის უნიშნელო ისა მაგას პუნქტი, ხო, ფაქტორი. ხო და ამ კუთხით ბეთები ყოველთვის ყველას ჯობდნენ. ამით რომ მინდოდა მხოლოდ. ასევე იცი რა მინდა კითხო, შენ YouTube-ის გარშემო დღეს როგორ უყურებ? ადრე გასაგებია რაღაც ენთუზიაზმზე დაიწყე და გაინტერესა და ასე შემდეგ. ახლა ეს არის შენი full time job-ი. იცი რა, ენთუზიაზმზე ესე თვალ არ დამიწყია. მე ვიცოდი რომ შეიძლება აქედან შემოსავალი ვერ მივიღო 2 წელი ან რაღაც და არც ის მიფიქრე არასდროს რომ აქედან ახლა მე რაღაც მილიონერი უნდა გავხდე. მაგრამ სულ ვიცოდი რომ თუ მე ჩემს საქმეში ვიქნები მაგარი და მაგარი YouTuber-ი ვიქნები, შეუძლებელია მაგარი YouTuber-ს არ ქონდეს მაგარი შემოსავალი. ეს უბრალოდ ესე რაღაც პასიურად გონებაში სულ მქონდა.
და ამიტომ შემოსავალზე არც მიფიქრია, არც ახლა არ ვფიქრობ, ანუ ეგ გვერდითი ეფექტი გამოვიდა შენ შემთხვევაში. ხო, ანუ ჩემი აზრით ეგ სწორი მიდგომა ეგრე. კი, თუ მაგაზე ჩაიციკლე, მალე გადაიწვევი. ზოგადად არაფერზე არ უნდა ჩაიციკლო ჩემი აზრით. იცი რა მაინტერესებდა, ჩემი კითხვა რა არის, ახლა როგორ ხედავ შენს პირად ბრენდს, ანუ თუ გაქვს რაღაც პირადი ბრენდინგის სტრატეგია შედგენილი, თუ გაქვს როგორც შენი YouTube არხი, როგორც ბიზნეს პროექტად გაწერილი, რაღაცა კონკრეტულად არ ვიცი, რისკების მატრიცა, SWOT ანალიზი, სპონსორების სია, არ ვიცი, მარკეტინგული გეგმა. არაფერი არ მაქვს. KPI-ები. არაფერი არ მაქვს საერთოდ. და ეგ კონტენტ გეგმა. იცი რა? ხო იცი, აი როგორ რაღაცა იცი, აი ვან გოგი მაგალითად რო ხატავდა რაღაცა მისმა მეუღლემ უთხრა რომ დამხატეო და დახატა რაღაც სამკუთხედი. და ასე რატო დამხატეო და ესე ხედავა. და დასაყვარლობა იყო. და ანუ მისი ნახატები ხო ცოტა უცნაურია სულ. მაგრამ შეეძლო დაიხატა იდეალურად. აი ესე ნებისმიერ რაღაცას იდეალურად დახატავდა, იმიტომ რომ ყველა წესი იცოდა და ყველაფერი ზედმიწევნით კარგად იცოდა და შესაბამისად ზუსტად იცოდა, როდის რა უნდა დაერღვია, რომ მე შედეგი მიიღო, რაც მიიღო ბოლოს. და ხა მაგასთან თავის გაიგივება ცოტა ის ამბიციურია ჩემთან ალბათ, მაგრამ ანუ მე თვითონ როგორ არის, აი თავიდან რასაც გეუბნებოდი, რომ სულ ხვდები რა უნდა გავაკეთო. და როგორ მივხვდი, ამაზე იმდენი ენერგიის დახარჯვა მიწევს, ან რაციონალურად ეგ რო ბოლომდე კარგად ავხსნა, რომ მაგას არ ვაკეთებ ხოლმე ხშირად. აი მაგალითად, ნახე, ჩემს ბრენდს ესე რომ განვიხილავთ, მაგალითად ძალიან კარგია როგორი ინტროც მაქვს ბრენდისთვის, ხო? იმიტომ რომ ქუჩაში რომ მივდივარ, ადამიანი რომელიც ჩემს სახელს ვერ იხსენებს, ამბობს რომ შენ ის არა ხარ 160 IQ აქვს. შეიძლება ადამიანმა ეგიც ვერ გაიხსენოს. წარმოიდგინე, შეიძლება ეგიც ვერ გაიხსენოს სახელთან, სახელის ვერ გახსენებასთან ერთად. და მეუბნებიან, შენ ის არ ხარ, ჭკვიანი როა. ხო და ანუ ეს ბრენდის, როგორც ბრენდი ისწავლება, ეგრე რომ ავხსნათ, ესეთი ნიუანსები მე მაქვს ძალიან კარგად. მაგრამ ესეთი ნიუანსები მე ისე რაღაცა ბრენდბუქი არ შემიქმნია და ესე არ გამისაზღვრია რა წინასწარ. შენი ძლიერი მხარეები, ანუ კარგად იცი და შესაბამისად კარგად გაქვს წინ წამოწეული. მეც ხო ეგრე მოგწერა. ხო, ალბათ ეგრეა და თან კიდე, რავი, მე მგონი მიმართლებს. თან რაღაცეებში მიმართლებს კიდევაც თან, მე თვითონ სულ კარგ ხასიათზე ვარ. და მე სამყაროც კარგ რაღაცებს მივრუნებს. მე ესე მარტივად უყურებ. ეგ ძალიან კაია. თუმცა შემიძლია ეგრე სიღრმისეულადაც გავთვალო, მაგრამ აი მხოლოდ გამონაკლისს შემთხვევებში რაღაცეებზე. მე მგონი რაღაცა პერიოდის მერე ან არ ვიცი რაღაც special edition-ები რომ ექნება, ეჭვი მაქვს რომ ანუ მე ძალიან მომწონს როგორც მიდის, შენ როგორ იყვაყოფილი ხარ? მე ძალიან მომწონს. იცი რა, KPI და ეგეთი რაღაცეები YouTube-ზე ცუდი არის. იცი რატო? იმედგაცრუება გელის. ნახე როგორ რაღაცა. უბრალოდ იმდენი ფაქტორია, რომ ვერ გათვლი. მე კიდე გათვლები ძალიან მიყვარს. და მე რომ მივხვდი რომ ვერ გათვლი, ესე იგი აზრი არ აქვს. ანუ ნახე მაგალითად ვიდეოებს ვიღებ, რო დავიწყე რა. და სულ მგონია რომ ჩემი მომდენო ვიდეო უკეთესია ვიდრე წინა. მაგრამ ჩემს ვიდეოებს აქვს სულ ჯამში რავი 500 ნახვა მაქსიმუმ. და უცებ 6 თვე გადის და ჩემი მეორე ვიდეო რომელიც იყო ამ 6 თვის განმავლობაში ალბათ სულ დავდე 1 30-40 მეორე ვიდეო ისე ვარდება რომ 500 ნახვიდან ერთ დღეში ადის 60,000 გაუნწერზე და დღეში მემატება ალბათ 4,000 გაუნწერი. და ეხლა რაც არ უნდა KPI გათვალო, მაგას ვერ გათვლი. იმიტომ რომ 6 თვის წინ ვიდეო დადე და 500 ნახვაზეა გაყინული, ერთ დღეში რომ 60,000 მემატება, მაგას ვერ გათვლი და ეგ თუ გათვალე და მაგის იმედზე თუ ხარ, უბრალოდ მაშინ რავი, ჯობია არ გაგეთვალა. ამიტომ მარტივი პრინციპია რა ამ სფეროში, რომ შენ უნდა იცოდე რომ ბევრი რაღაცა ისწავლო, განვითარდე და შენი ახალი ვიდეოები ძველს ჯობდეს და რამდენი ნახვაც ექნება და რამდენი გაუნწერიც მოგემატება, მაგაზე არ უნდა ინერვიულო. მიუხედავად იმისა, რომ მაინც სულ ასე არ ეფრეშებ მაგას, მაგრამ
ეს არის სწორი მეთოდი. აი ხა შენო KPI თქვა რომ აი მაგალითად ეხა ყავს 900 გამოწერს ხო გადაცდი. აი ეხა შენი KPI რო იყოს რომ ახალ წლამდე 2000 ახვიდე. აი საიდან იცი რომ ახვალ. ან საიდან იცი რომ ეს ვიდეო არ გავარდება ისე რომ ეგრევე 7000 ახვალ. აი შეუძლებელია მაგის გაცვლა. კი. და ეგ რაზეც არის დამოკიდებული. ნახე რომ მოდი უკნიდან მივყვეთ რა. მაგალითად შენ შეიძლება უცებ მოგემატოს 7000 გამომწერი, ხო? რა უნდა მოხდეს მაგისთვის რომ მოგემატოს 7000 გამომწერი. არხზე არსებობს ასეთი სტატისტიკა, რამდენი გამომწერი გემატება ყოველ 1000 არა გამომწერ ნახვაზე. და ეგ არის დათვლადი, სადღაც 15 ალბათ საშუალო. ნახე 7000 უნდა გაყო 15-ზე. და რასაც მიიღებ მაგდენი 1000 ნახვა უნდა მოგემატოს. მაგდენი 1000 ნახვა რომ მოგემატოს, როგორ უნდა მოგემატოს, ხარ დაბუსთავ. ან თუ დაბუსთავ, ცუდი იქნება. ორგანულად უნდა მოგემატოს. ორგანულად რომ მოგემატოს, რომელ ვიდეოზე მოგემატება, რანაირად მოგემატება, რომელ ვიდეოს როგორი განვითარების ციკლი აქვს. ეგ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ადამიანები ამ ვიდეოს რო რთავენ, როგორ იქცევიან. თუ შემოდიან და მალევე თიშავენ მაშინ ეს ვიდეო მომდენო დღეს უფრო ცოტა ადამიანთან მივა, თუ კარგად იქცევიან, უფრო მეტთან. იმ ჩემს ვიდეოს 60000 ნახვა რომ მოემატა ერთ დღეში. ეგ იმას ნიშნავს, რომ იმ დღეს კონკრეტულ დღეს ადამიანები იმ ვიდეოზე რომ შევიდნენ, მაგალითად 10 ადამიანი თუ შევიდა, 10-ვენ ბოლომდე უყურა და აკომენტარა და რაღაც კარგად მოიქცა, ასე ვთქვათ. ამიტომ მომდენო საათში 100 საჩვენა, ის 100-იც კარგად მოიქცა, მე 1000 და ის 1000-იც კარგად მოიქცა და ესე უცებ 60000 გახდა. მე მეორე დღეს, მესამე დღეს ისევ ეს ყოველ წამს, ყოველ ვიდეოს ახალი შანსი აქვს. თითო ანუ შეუძლებელია გქონდეს ვიდეო, რომელიც საათვირთული გახდა 0 ნახვა ემატება. უფრო ცოტა არის ეგეთები, მაგრამ რაღაც თუ თეგები სწორად გახდა თუ რაღაცა ერთი ნახვის ჩენსი მაინც აქვს რა ყველა ვიდეოს. ხო და ანუ მთავარია ეს სისტემა გქონდეს აწყობილი და მზად იყო იმისთვის რომ განვითარდები. და დანარჩენი KPI არ არსებობს. ძალიან საინტერესო არის და ანუ ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე რომ მიუხედავად იმისა რომ შევფერდი ჩვენს აუდიტორიას რომ გარდა YouTube-ისა პირად ასე თქვათ პერსონალურ ამბავზეც ვისაუბრეთ თქვა პერსონა და თვალოვიძეზე ვეცდები რომ ბოლო რამდენიმე კითხვით მაინც შევეხოთ ამ ნაწილს და ვფიქრობ რომ მეორე ეპიზოდიც special edition-ის სახით ან რაღაცა მე ალბათ კარგი იქნება და თუ მეთანხმებით ამ ამბავში შეგიძლიათ რომ გამიზიაროთ თქვენი უკავშირი და გავაცნოთ შემდეგ ჰიტასაც თუ გაუხარდება ეგ ამბავი. კარგი, მაშინ იცი რა ეს რამდენიმე კითხვით მინდა მაინც რომ შევეხოთ ჩვენს პერსონას რა, იმიტომ რომ ჩვენ როგორც გითხარი, ჩვენთვის მაინც ეს ნაწილი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გასაგები და მაინტერესებს. მოდი დავიწყოთ იმით, შენ რო ახასიათებდა შენს თავს და წარადგენდე. შენ როგორ წარადგენდი შენს თავს? სად უნდა წარვარგენდე ეს ვიდეოში? თუნდაც ვიდეოში, ზოგადად თუნდაც აქვს რაღაც რომ მოიგო. ჯილდო აი მე როცა მეზახიან YouTubers. ეს არის ჩემთვის ყველაზე აღმატებული წარდგენა. როგორ უყვარს ადამიანს თავისი საქმე? ნათელი მაგალითად. ძალიან უყვარს. რამდენიმე სიტყვით რომ ახასიათებდა შენს თავს? როგორ დაახასიათებდი? არა არის ის საბაზისო რაღაცა ღირებულებები ან თვისებები, რომლებიც ქმნის დათო ალავიძეს. ია, მე მაგაზე რა თქმა უნდა ბევრი მიფიქრია და სულ ფიქრობ და სულ დაკვირვების პროცესში ვარ პირველ რიგში საკუთარ თავზე და მე გარე სამყაროზე. და რა ქმნის ესე როგორ დავახასიათებდი? არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ მაქვს რაღაცა სუპერ ძალა და ეს სუპერ ძალა რა არის, რომ სულ არ მადლიერი. ანუ ყველაფრისთვის. ანუ რაღაცა ბავშვმა რო ერთი ცალი რაღაც შოკოლადი ან კაფედი მაჩუქოს, მაგისთვის ისეთი მადლიერი ვარ, ნებისმიერ სხვა ადამიანს რაღაცა ძალიან ძვირად ღირებული რო ეჩუქნა რა, ანუ იმისთვისაც ხო მადლიერი ვარ, მაგრამ ამ მიზერული რაღაცისთვისაც უკვე მაქსიმალური მადლიერება მაქვს. და ზოგადად ემპათი ხარ? არა. იცი რა, ვეცდები კარგად ახსნა ის მადლიერებაში რაც გულისხმობ რა. ანუ იმდენად
საიდან გამომდინარეობს იცი ეს მადლიერება ნახე ადამიანები რო ვივადებით რამდენიმე მილიარდიდან არის შანსი რომ შენ დაიბადო ხო აი ეხლა 8 მილიარდი ადამიანი რო არსებობს და ყველაზე მაგარი ფეხბურთელი არის დაუშვათ მესი ანუ რო იბადები თუ უკვე მუცელში მოხვდი უკვე მესი ხარ ანუ უკვე იქ თან მარტო ფეხბურთში კი არა ანუ ყველაფერში გაიმარჯვე ესე ვთქვა და დაიბადე მე რო იბადები უნდა გაგიმართლოს რომ კარგად დაიბადო მე უნდა გაგიმართლოს რომ ისეთი მშობლები შეხვდეს რომ და ისეთ ქვეყანაში და სოციუმში დაიბადო რომ განვითარება შეძლო საერთოდ და არ მოგვდე და ამ იმდენ რაღაცაში უნდა გაგიმართლოს და იმდენად ბევრი საფრთხე არსებობდა დაავადებები ომები რომელ პერიოდში იბადებოდი რომელ ქვეყანაში როგორ ოჯახში იქ უბედური შემთხვევები არსებობს რაღაც ამოიფრქვა რაღაც კატაკლიზმი მოხდა რომ ყოველი დღე რომ თენდება იმდენ რაღაცას გადაურჩი უკვე თუ ესე შეხედავ რომ უჭველი მადლიერი უნდა იყო რო არსებობ რა და მე ეს ერთი ამბავია მეორე ამბავია უკვე როცა მადლიერი ხარ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის ისეთ რაღაცები ხდება შენ ცხოვრებაში რომ მადლიერების გარეშე არ მოხდებოდა თან კიდე ამ სამყაროს მუშაობის პრინციპებსაც უფრო ხვდები ცოტა ისე ფილოსოფიურად ან ფიზიკის დონეზე ან რაღაც ყველანაირი ცოდნის შეერთებით ბოლოსაც გამოდის აი ესე ფიზიკის ლეიერი რო წარმოიდგინო რელიგიის ფილოსოფიის მედიცინის ყველაფრის ესე და საბო სურათს რო ხედავ ამ ყველაფრის გაფილტრულს და თანაკვეთებს და ეგეთ რაღაცებს მან უკვე ჩანს რომ მადლიერება არის ერთ-ერთი უდიდესი ძალა და ეგ მგონია რომ მაგაში გამიმართლა ყველაზე მეტად რომ ეგრე ვარ გეთახობი ნამდვილად მადლიერება ძალიან მნიშვნელოვანია რომელი ისტორიული პერსონაჟი იქნებოდი შენ არ ვიცი აი რომელი ეპოქაში შედარებით რომელი იქნებოდი ჩემი ხასიათებიდან გამომდინარე თუ რომელი მომწონს ორივე შეგიძლია რუსთაველი და სოკრატე ოჰ ძალიან საინტერესო რა არის შენი ბავშვობის ყველაზე სეთი საყვარელი მოგონება პირველი რაც გიდივდება თავში არ მაქვს ეს ერთი მოგონება ანუ მე იმაშიც გამიმართლა რომ რაღაც ისეთ ოჯახში დავიბადე გავიზარდე რომ პრობლემები არ ყოფილა ანუ იმიტომ კი არა რომ რაღაც დიდარი ოჯახი იყო არამედ რომ სოფელში კეთილი ბებია და ბაბუა მყავდა რომელიც ყველას უყვარდა და ყველა უყვარდათ და მეც ეგრე უყვარდი და რაღაც ცხოველების სულ რაღაც ეგრე ოჯახშიც რავი ჩხუბი და რაღაც დრამა არ ყოფილა სულ პირადი თავისუფლებაც მქონდა და მგონია რომ მაგ ყველაფერში ძალიან გამიმართლა და ამ ყველაფერმა გამოიწვია შემდეგ ის რომ რაღაც ნაკლებად ემოციური ვარ უფრო ანუ აი მაგალითად გონი 7 თუ 8 წლის ვიყავი პირველად რო ნახე ადამიანის ჩხუბი და ის ძალიან ახსოვანებული ვიყავი ეს კი არ ხდება ის როგორ შეიძლება და მე დედაჩემი მასწავლიდა რომ ეს შვებიან ზოგი ადამიანი და ეს ძალიან შოკის მომგვრელი იყო ეგ მახსენდება რომ აი mind blows რომ ამბობ ხოლმე ხა და ჩემი ერთ-ერთი კონტენტი რომ ეგ იყო ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიდესი mind blow რომ ნახე რომ ორი ადამიანი ჩხუბობს კიდე ერთ-ერთი mind blow იყო რომ დედაჩემმა რო ამიხსნა როგორ მუშაობს რეგენერაცია იმიტომ რომ ხელი გავიჭერი რაღაცით და ვფიქრობ და ძალიან პანიკებში ჩავარდი რა ძალიან მოვიწყინე და მეგონა რომ სულ ესე დარჩებოდა და მე რომ მითხრეს რომ შეხორცდებოდა ძალიან დიდი mind blow მქონდა გამიხარდა ხო ეგ კი ძალიან ისეთი თბილი რაღაც ემოციები გიჩნდება ჩემი აზრით როცა ეგეთ რაღაცებს იხსენებ რა იყო გარდამტეხი მომენტი შენ ცხოვრებაში თუ გახსენდება ეგეთი იცი რა დიდი გარდამტეხი მომენტი მე მგონი არც მგონია სულ რაღაცა ისე იყო
ნელ-ნელა. ზოგადად ცვლილებებიც არ მიყვარს. ძალიან გიყვარს თუ არ გიყვარს? როგორ არ თქვი? მიყვარს. და რთულად ეგუები, მაგრამ თუ შევეგუე, მე კიდე ახალი ცვლილება აღარ მინდა და ამიტომ მე მგონი დიდი გარდატეხა არ თქონია, მაგრამ ალბათ დაახლოებით 21-დან 25 წლამდე მქონდა ეს მენტალური გაზრდის ყველაზე დიდი პერიოდი რა. ანუ 24-მდე ალბათ, 24-ის ერუგლი უფრო. ძალიან საინტერესოა. აი მაგ დროს მაგ დროს ძალიან გავიზარდე ჩემი აზრით. რომელია შენი აჩვენებული სიტყვა ან ფრაზა თუ გაქვს? აჩვენებული სიტყვა არ მაქვს. თვალსაწიერი. თვალსაწიერი აჩვენებული დიდი ხანი არ მაქვს, მაგრამ რო გავიგე ძალიან მომიწონა და მეთქი ეს ხშირად უნდა გამომიყენო და ძალით ავიჩემე. ხო, აი რაღაც მოიხიბლე და ჩაიხვი. რა თვისება ან უნარი გაქვს ისეთი, რაც კი არა და უბრალოდ ესე ვიტყოდი, რა არის ისეთი რამ, რასაც ხალხი შენ შესახებ ვერ ხვდება, მაგრამ გინდა რომ იცოდნენ შენ შესახებ. არ მაქვს ეგრე, არაფერი. მე მგონი. ყველაფერი ნაჩვენები გაქვს. რაც მინდა რომ იცოდნენ და ჯერ არ იციან? რავი, რამე თუ მაქვს საჩვენებელი ეგრევე. რო შეგაწევს რაღაცის კანონის შექმნა, რომელსაც მთელმა კაცობრიობამ უნდა მისდიოს, რა იქნებოდა ეს კანონი? ანუ რასაც უნდა დაემორჩილონ თუ ის მიხედვითაც მაგისთან? იგივე გამოდის. აი მადლიერები იყვნენ უფრო რა. ყველაფრის მიმართ და აღარ მადლიერი როცა იქნები ეგ უკვე თითქმის ბედნიერებას ნიშნავს. იქ აღარც აგრესიის და შურის და ღვაწლის და არაფრის ადგილი აღარ არის. ყველას წარმატება შენი წარმატება გონია და ეგ გიხარია და მადლიერების ეს რაღაცა ის რო იყოს კოეფიციენტი ესე აუწევდი ყველას. გეთახმები მილიონი პროცენტით და ბოლო ორი კითხვა, ეს არის ჩემი ასე ვთქვათ ფინალური ყველასთან და ზუსტად ის პრინციპში ასე მიპასუხებ, მაგრამ მაინც კითხავ, განვლილი გზა თუ საბოლოო შედეგი? განვლილი გზა თუ საბოლოო შედეგი. თორეს მოვიფიქრებ. ანუ საბოლოო შედეგი არ არსებობს. ანუ საბოლოო შედეგს რო იღებ, მან დაამთავრდება აზროვნება და არაფერი არ მთავრდება. ანუ რაც არ უნდა დაისახო საბოლოო შედეგად, მაქამდე, ან თუ ისეთი დაისახე, რომ ვერასოდეს ვერ მიაღწია, მაშინ ეგ იქნება საბოლოო შედეგი, მაგრამ აბა მარტივი საბოლოო შედეგი დაისახე. ძალიან მარტივი. აი, თუ ეგ ასრულდება, ახალი საბოლოო შედეგი დაგჭირდება სულ. კი, ადამიანი ჰედონისტი. მაგრამ აი ნახე, ჩემ საბოლოო შედეგი იუთუბერობაში იყო, რომ ყოფილიყავი მაგარი იუთუბერი. ანუ არც რიცხვი არ მერჩევია, არც არაფერი არ მერჩევია საერთოდ ეგეთი, არც KPI არ მქონია. ანუ მე ვიფიქრე, რომ თუ ყოველ დღე ვიქნები უკეთესი იუთუბერობაშიც და ზოგადად სხვა რაღაცებშიც, ეს სადაც მე მიყვანს, ეგ იქნება მაგარი და საბოლოო შედეგი შეიძლება მე დაუძახოთ. ამიტომ ალბათ ეს განვლილი გზა და თან საბოლოო შედეგი. ანუ თან კონფორმისტიც ვარ რაღაც პონჩი და თან იდეალისტიც. თან კარგად მესმის რასაც ამბობ. წიგნს ხომ არ დატოვებდი ან თუნდაც რამდენიმე წიგნს, რომელმაც შენი შეიძლება მსოფლმხედველობა ამოაყირო ან რაღაც მომენტში შენთვის ძალიან როგორ გითხრა, ღირებული იყო და ვთვლი რომ კარგი იქნება მის წაკითხვა. რომელი წიგნი დავთქვათ? მოდი ერთ ეს ვიდეოში დამიტოვებია რამდენიმე წლის წინ ჩემს ვიდეოში.
ანუ აკუტაგავას უსიერთყეში. 2 ფურცელია სულ და ამიტომ თუ ადამიანებს ციგნის წაკითხვა გეზარებათ 2 ფურცელი წაიკითხეთ და ციგნი ქვია. 2 ფურცელი არ არის. ნუ ცოტა არის და. მეთქი ლიტერალი 2 ფურცელი. ანუ ლიტერალი 2 ფურცელია რა ხარ რამდენია 5. ბოდიში არა აკუტაგავას შემეშალა სხვა შეამერია თუ ეხა. ცოტა დიდი შრიფტით დაწერე 5 გამოვა. კნუთ ამსუნის იმაში ამერია მისტერიებში შემეშალა უცებ. ხო და ერთი მაგას დავტოვებ რადგან ძალიან პატარაა და მეორე იყოს ვეფხისტყაოსანი. ოღონდ ეხა ისე ვეფხისტყაოსანი cool არის და მეც მაგიტო ვამბობ ეგრე არა ანუ ვეფხისტყაოსანი უნდა შეხედო ესე რომ ეს არის რაღაცა ძალიან დიდი განძის საცავი სადაც ესე უნდა მიხვიდე იმის გამო რომ რაღაცა სიბრძნეები მოიპოვო და რო წაიკითხავ იქ რაღაცა ერთ ხას ისე კარგად თავიდან ბოლომდე უნდა გაიაზრო და შეიმეცნო და შეიგრძნო და მიხვდე ყველაფერს რა აზრი იყო იქ და მე ყველაფერს დაუკავშირო შენ განვლილ ცხოვრებას და ყველაფერს და ესე უნდა გააკეთო ესე სამ არ გააკეთებ მანამდე მეორე არ უნდა წაიკითხო და თუ ესე მიუდგები საერთოდ სხვა რაღაცას იხილავ ამ ცხოვრებაში რაც აქამდე გიხილავს შემდეგ სტუმარს ან ვის მირჩევდი ან ვის ისურვებდი ვინ გირჩიო ხა აუ შენ თვითონ მოიფიქრე რა კარგი სტუმრები გყავს და მე არ შევეძებ კარგი და ბოლოს მითხარი თუ იყო რაღაც ისეთი თემა რომელზეც შენ გინდა და საუბარი მე არ შევეხედა შევეხოთ ან შენ ხო არ გაქვს ჩემთან რამე შეკითხვა ეგეთი არ იყო არაფერი უბრალოდ აი უბრალოდ კი რომ რაღაც მაგას ცალკე პოდკასტი ჭირდება და რაღაც ეგ ცოტა ისე თავის არიდებათ არ ჩაითვალოს უბრალოდ ანუ ხო არის რაღაცა საკითხები რაზეც როგორც ფიქრობ ზუსტად რო ახსნა აი კარგად შორიდან უნდა დაიწყო რომ ბოლომდე ახსაქმნელი იყოს და ეგეთები იყო რამდენიმე და დანარჩენი რაზეც ვისაუბრეთ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა Special edition-ში გავითვალისწინოთ ეგ თემები, რაც დღეს ვერ შევშალეთ. ოკეი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის კიდევ ერთხელ და მეც მართლა ძალიან მადლიერი ვარ, რომ აქ ხარ და გაგიცანი. და საბამ რო გაგვაცნო ერთმანეთი, სალომე არის მოწმე, მთელი დღე იმას ვიძახდი, ძალიან კარგი ხაცეცა, ვაიმე რა საყვარელი რა საყვარელი ბიჭია თქო და გავიგე რატო უყვარს თავის აუდიტორიას და ზოგადად ანუ ვინც იცნობს ასე თქო ესე ძალიან თქო და რო იცოდეთ ესეც ჩემი პირადი უკავშირი. დიდი მადლობა. მადლობა და ბევრ გამომწერებს გისურვებ და იმედია რა KPI-საც დაისახავ ეს რომ მიხსი შენს ფსიქოტიპს უჯველი დაისახავ მაინც და ბევრად გადააჭარბოს. რა ჩაედიო შენს KPI-ში. მადლობა. დიდი